მოგესალმებით ყველას და გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. დღეს განვიხილავთ მათეს 19 თავს. ძალიან მნიშვნელოვანი თავია ეს, იმიტომ რომ ეხება ქორწინების საიდუმლოს, მამაკაცის და დედაკაცის, ქალის და კაცის შეერთებას და ურთიერთობას ქრისტეს ეკლესიაში. შემთხვევით არ არის ეს ადგილი განხილული ასე სრულყოფილად, რადგან ქრისტეს სურს, რომ მის მოწაფეებს შორის მის ეკლესიაში ქორწინებას დიდი უდიდესი სერიოზულობით უყურებდეს ადამიანი. თქვენ გახსოვთ ადამი რომ შექმნა ღმერთმა დაბადების პირველ წიგნში. რა თქვა ღმერთმა, ადამი მარტო იყო და რა თქვა ღმერთმა? არ არის კარგიო ადამის მარტო ყოფნა. ანუ ღმერთს არ სურდა ადამის მარტო ყოფნა. ესმით? შეუქმნათ მისი შემწე და თანასწორიო. და რა ქნა ღმერთმაო? ღრმა ძილი მოგვარა ადამიანს, ხო, რაღაცა ნარკოზის მსგავს მდგომარეობაში, ესე რომ ვთქვათ, და აი ამ ღრმა ძილ ბურანში მისი გვერდიდან ამოიღო ის მასალა, ხო, ასე წერია ბიბლიაში და იმ გვერდიდან შექმნა დედაკაცი, ხო? და ადამმა რო დაინახა ეს თავის დედაკაცი, გაუხარდა. ისეთი ბედნიერება იგრძნო, რომ რა ქნა? ლექსების ლაპარაკი დაიწყო, ეს კი ნამდვილად ხორცია ხორცთა ჩემთაგანი, ძვალი ძვალთა ჩემთაგანი, ამას ეწოდოს ცოლი, ხო? ანუ ამას ლექსად ამბობს. ბიბლიაში ეს ადგილი ლექსად არის. ანუ ადამი გახდა ბედნიერი ისეთი, რომ შეყარებულობის დროს რო იწყებენ ადამიანები ლექსების წერას, ისეთი გახდა ადამი. ნახეთ, და აი ეს ადამის გვერდიდან ქალის შექმნა. რისი წინასწარმეტყველება იყო? რაზე იყო წინასწარმეტყველება? გვერდიდან ვის გადმოვიდა სისხლი და წყალი? ქრისტეს. და იმ სისხლზე და წყალზე, ანუ მის ტანჯვაზე აღმოცენდა რა? ეკლესია. ანუ ღმერთს თავის ეკლესიასთან ისეთი ურთიერთობა აქვს, როგორც სასიძოს თავის სარძლოსთან, როგორც ქმარს ცოლთან. ისეთი ურთიერთობა, რომელიც არასოდეს არ გაწყდება. აი მის თქმა უნდა ღმერთს, აი ამ იმით იგოსმით, რომ აი მე ჩვენ ხედავთ იმ ნათქვამს, რომ რომელიც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს, ამობს ბრძანებს ქრისტე, აი ბრძანება მცნება. და ქრისტეც ხომ გვპირდება ჩვენ, რომ ჩემს ეკლესიასთან მე არასდროს არ გავწყვეტ კავშირს. მოვალ და წავიყვან მას. აი ეს აზრი, ეს ნება ღმერთის ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იყო. ამიტომ სანამ დავიწყეთ აი ამ ქორწინებაზე, ამ მას მოდიან ფარისევლები და კითხვას უსვამენ ქორწინების შესახებ, ხო? სანამ დავიწყებ ამაზე საუბარს, მე მინდა ძველი აღთქმიდან გაჩვენოთ. ძველ აღთქმაშიც, ხო, ეკლესიის წინასახე რა იყო, ასე ვთქვათ, უბრალოდ ეკლესიის ადგილას მანამდე ვინ იყო? ისრაელი, ხო? ისრაელი იყო მისი რჩეულიერი. ახლა მთელი ეკლესიაა მისი რჩეულიერი, ხო, მთელ მსოფლიოში. მანამდე ისრაელი იყო, ხო? სწორედ ისრაელსაც ღმერთი ასე უყურებდა. ეს არის ჩემი სარძლო, ჩემი პატარძალია ისრაელი. კი, მღალატობს ხანდახან ისრაელი, ჩემი პატარძალი. მრუშობს, ამას ამობს. მრუშობს ისრაელი, მღალატობს, მაგრამ მე არასოდეს არ დავიწყებ მას. არასოდეს არ გაუშვებ მას. მაინც სამარადისო ჩემია ისრაელი. გესმით? და სიძეა ღმერთი და საზღვარი ისრაელი. აი ნახეთ, ოსია წინასწარმეტყველთან არის ეს ძველ აღთქმაში. ნახეთ, ღმერთს რომ უნდა გააგებინოს თუ როგორი გულმოკლულია იმის გამო, რომ ისრაელმა მას უღალატა, ოსიას აძლევს ასეთ სასწაულ დავალებას ღმერთი. წადიო და მრუში ქალი მოიყვანე ცოლად. წინასწარმეტყველს ეუბნება, წადი და მოიყვანე მრუში ქალი ცოლად და იცხოვრე მასთან, რომ შენ იგრძნო ის ტკივილი და გადასცე ისრაელს, რასაც მე განვიცდი, როცა მღალატობს ისრაელი. ხო? კაცისთვის როგორი რთულია, როცა მას ცოლი ღალატობს, ხო? მრუშია მისი ცოლი. და წადი მოიყვანე მრუში ქალი და გააჩინე მისგან შვილები, რომ შენ მიხვდე შენ სისხლზე და ხორცზე, რას განვიცდი მე. მართლაც მიდის ოსია და მოყავს ქალი, რომელიც მრუშია თავისი საქციელით და ეუბნება და შვილებს აჩენს ეს ქალი და ამ შვილებს სახელები აქვს, რომელსაც თავის მნიშვნელობა აქვს და მე ეუბნება, კლავ დაურსულდა ეს ქალი ლორუხამა, ეს მისი ცოლი და ეს შვა ვაჟი ეს მისმა ცოლმა.
და თქვა უფალმა დაარქვი სახელად ლო-ამი. არა ჩემი ერი. ლო-ამი ებრაულად ნიშნავს არა ჩემი ხალხი. რადგან ღალატის გამო რომ იგრძნო თქვენ რომ თქვენ მიღალატეთ მე. რადგან აღარ ხარ ჩემი ერი და მეც აღარ ვიქნები თქვენ. ამბობს ღმერთი. მაგრამ შემდეგ აი ამ ოსია წინასწარმეტყველის წიგნში წერია რომ ღმერთი უგზავნის ამ რუშობისთვის ისრაელს, ამ ღალატისთვის უგზავნის სასჯელებს, ანუ მოათვინიერებს ამ სასჯელებით, ამბობს რომ ყველაფერს წავართ მე, ყველაფერს ვენახებ, სარჩოს, საბადებელს, ქვეყანას, აი რაც ისრაელს დაემართა, ხომ? 20 საუკუნე ხომ მას არ ქონდა საკუთარი მიწა და ქვეყანა. და ბოლოს ამბობს, გავიყვან უდაბნოში, უდაბნო გახდება მის სიცოცხლე, უდაბნოში გავიყვან რომ გულიდადად ველაპარაკო, აუხსნა მისი დანაშაული ჩემს ერს. და ბოლოს ამბობს, აი ამ ტანჯვის შემდეგ ამბობს ღმერთი, ნახეთ, და მე რომ შემოვირიგებ ჩემს მრუშ ისრაელს, ჩემს მოღალატე ხალხს, ჩემს მრუშ ცოლს რომ შემოვირიგებ და მე საუკუნო დავწინდავ ჩემთვის, დაგწინდავ სიმართლით და სამართლით, წყალობით და სიყვარულით. დაგწინდავ რწმენით და შეიცნობ უფალს. ხედავთ რა დაგწინდავ რას ნიშნავს? დაგნიშნავ. ნიშანს ანუ არ გაგიშვებ ხელს. ამ ღალატს გაპატიებ და დაგაბრუნებ და ჩემი სიმართლით, ჩემი სამართლით, წყალობით და რწმენით და სიყვარულით დაგწინდავ და ჩემი იქნები და ბოლოს ასე მთავრდება რომ და ჩემთვის დავთესავ მას ქვეყანაში და შევიწყალებ ლორუხამას არ შესაწყალის. პირველ შვილს ერქვა არ შესაწყალისი და ვეტყვი ლო-ამის, ანუ იმ შვილს რომელსაც ერქვა არა ჩემი ხალხი, ვეტყვი ლო-ამის, ჩემი ერი ხარ მეთქი და ის მეტყვის ჩემი ღმერთი ხარ. ესმით, ეს არის სახე იმისი, ღმერთი როგორ უყურებს თავის ხალხს და ეს არის სახე ქორწინების. სადაც ხდება შეცდომები, ღალატიც ხდება ხანდახან, ხდება გაუგებრობა, ხდება ვთქვათ, ჩხუბი, დავიდარება, ხო? მაგრამ ღმერთი ამბობს, რომ აი, ჩემგან ისწავლეთ, როგორც მე ისრაელს ვექცევი, თქვენც ისე მოეკეცით თქვენს მეუღლეებს, ცოლებით და ქმრებით. პირველში ქმარს ევალება ეს. ასევე ნახეთ, ისაიას 62 თავშია, ისაია წინასწარმეტყველის 62 თავშია, ეს არის მეხუთე მუხლი, სადაც ამბობს უფალი, ნახეთ. როგორც ყმაწვილი აპატრონება ქალწულს, ეს ეხება უკვე მეორედ მოსვლის შემდეგ დროს. ქრისტე როცა მეორედ მოვიდა და ის ნარჩენი ისრაელის, რომელიც მისი ერთგული დახვდა, შემოიგრიგა და უწოდა ისევ ჩემი ხალხი. და ეუბნება, როგორც ყმაწვილი ეპატრონება ხოლმე ქალწულს, ისე დაგეპატრონებიან შენი შვილები, ანუ ისრაელს, იმ მიწას. და როგორც ხარობს სიძე დედოფლით, ისე გაიხარებთ შენი ღმერთი. როგორც სიძეს უხარია რომ თავის დედოფალი წაიყვანა სახში, აი ბოლოს როცა ქრისტე მოვა და ის ნარჩენი ისრაელის ისევ იქ იქნება, რომელიც იცნობს უფალს, აი ისე სიძესავით გაიხარებს შენი ღმერთი. ესმი? ეს არის სახე. კიდევ ბევრი ადგილები, კიდევ მალაქიასთან არის კიდევ ამაზე ლაპარაკი, სხვა ადგილებშიც რომ ისრაელი არის ქრისტეს ღმერთის სარძლო, შემდეგ ქრისტეს სარძლოვარი ეკლესია, ეს არის მაგალითი და ეს არის სახე, როგორი უნდა იყოს ქალს და კაცს შორის ქორწინება. ხო? ეს თავი, 19 თავი, იმითიც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ აი საუბრობდით ჩვენს მრევლთან ამას წინათ, რომ ჩვენ შვილებს ამას უნდა ვასწავლიდეთ. რომ შვილო, შენ რომ გაიზდები, შენ რომ გახდები ახალგაზრდა, შენ რომ შეგიყვარდება, შენ რომ მოგეწონება, ეს შვილებს უნდა ველაპარაკოთ. იმიტომ რომ ეს მოვა. ჩემს ვაჟს ან ჩემს ხალიშვილს უნდა უთხრა, აი შვილო, შენ რომ ლამაზ ხალიშვილს დაინახავ და მოგეწონება და შეგიყვარდება და გინდა რომ შენი იყოს ის ხალი. ხო, ახალგაზრდა კაცი გინდა რომ შენი იყოს, შენ უნდა გახსოვდეს, იმიტომ ქრისტიანი ხარ რომ სამარადისოა ეს კავშირი. სამარადისოა თქვენი შეერთება. ისე უნდა გიყვარდეს და ისე უნდა შეგიყვარდეს, რომ არასდროს თქვენ არ უნდა შორდეთ. გესმით? ამიტომ ხდება ჩვენ საწყალ ერში ამდენი განქორწინება, რომ ნახევარი ძმის განქორწინებულია, რომ არ გვესმის ჩვენ. ქრისტიანები არ ვართ საბოლოო ჯამში, ხო? არ გვესმის საჩევდივართ. რას ვაკეთებ? და ეს მოხდა ასე, ნახეთ, ჩვენ წინა საუბარში დავასრულეთ, რომ ქრისტე გალილეაში იყო და გალილეიდან წამოვიდაო იუდეის მხარეში. ნახეთ, აი აქ იყო სადღაც უფალი გალილეაში და წამოვიდა სამხრეთით
იუდეაში. აი, მანძილზე რო კონდეს დაახლოებით, წარმოიდგინე, მთელი ისრაელის სიგრძე რამდენია? 450 კილომეტრი დაახლოებით. 450 კილომეტრი. ანუ აქედან ქრისტე რო ფეხით ჩამოსიყოლ იუდეაში, ალბათ უნდა გაევლო ერთი 300 კილომეტრი ალბათ, ხო? აი თბილისიდან რო ჩახვიდე ქუთაისამდე რამდენია? 200 რაღაც, ხო? ცოტა შორს კიდე. აი ესე წამოვიდა და ნახეთ პირეაშიო იორდანის გაღმა გავიდაო. აი აქ არის იერუსალიმი, შავი წერტილი როა ხედავთ, იერუსალიმი, ეს მთიანი მხარეა ამაღლებული და ჩამოვიდა ქრისტე ზევიდან და გადავიდა იორდანის გადაღმაო და აი ამ პირეის, აი ამ მხარეში იყო, ეს იყო ის ადგილი, სადაც ადრე იოანე ნათლისმცემელი ნათლავდა ხალხს. მაგრამ აი რა მინდა სანამ გავაგრძელებთ, საინტერესო რა არის? ნახეთ გეოგრაფია როგორ გადაჯაჭვულია იმას ამ მოვლენებთან. რა უნდოდა ქრისტეს აქ? რატო პირდაპირ აქ არ წავიდა? ხო საინტერესო კითხვა. აი რა უნდოდა აქ იორდანის გაღმა რატომ იყო? იმიტომ რომ როცა იუდეველები გალილეიდან მოდიოდნენ იერუსალიმში, აი იორდანის ნაპირებზე მოდიოდნენ, იმიტომ რომ აქ გავლა ძალიან საშიში იყო. ხომ გახსოვთ აქ სამარიელები ცხოვრობდნენ, ანუ ნახევრად ებრაელი ხალხი და ტრობდნენ ეს სამარიელები იუდეველებს და აქ შეიძლება მოეკლათ ან ეცემათ ან ქვაესროლოთ, ამიტომ იუდეველები აი ასე მოდიოდნენ. აქედან რომ წამოვიდოდნენ, ჩამოყვებოდნენ იორდანის ნაპირს, მერე გადავიდოდნენ შემდეგ და მივიდოდნენ იერუსალიმში, ხო? აი ესეც კი რომ ქრისტე გალილეიდან წამოსული პირეაში იყო, აი აქეთ მხარეს იყო, ზუსტად იმას გვეუბნება, რაც ადრეა ნათქვამი რომ სამარიელებთან ურთიერთობა საშიში იყო და ამიტომ თავს არიდებდნენ იუდეველები აგავლოს. თუმცა ერთი შემთხვევა გვაქვს ჩვენ როცა სამარიელ დედაკაცს ხვდება ქრისტე, გახსოვთ? სამარიელ ქალს რო ხვდება, ქრისტეს არიში, ქრისტეს რის უნდა შინოს, მან იცის რომ 3 წელიწადი მას ვერ მოკლავს, ვერავინ. მე-3 წლის თავზე, ამიტომაც მოდის და სამარიაში აი აქ შექემთან, ზიქემთან ხვდება იმ სამარიელ ქალს. და ჩამოვიდა ქრისტე გალილეიდან იუდეაში და დავიწყოთ ეს 19 თავი. როცა იესომ დაასრულა ეს სიტყვები, წამოვიდა გალილეიდან და მივიდა იუდეის მხარეში იორდანის გაღმა. თან მოსდევდა დიდძალი ხალხი და განკურნა იქ ისინი. მაშინ საცდუნებლად მიუახლოვდნენ ფარისევლები და უთხრეს: ნება აქვს თუ არა კაცს, ყოველგვარი მიზეზის გამო გაუშვას ცოლიო. ხოლო მან მიუგო და უთხრა: არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი? და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედმამას და შეერთვის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორცს, ასე რომ ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორცს. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს. კვლავ უთხრეს მას: მაშინ რატომ გვამცნო მოსემ გაყრის წერილის მიცემა და ცოლთან გაყრა? მიუგო მათ: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ცოლებთან გაყრის ნება, თავიდან კი არ იყო ასე. ხოლო მე გეუბნებით თქვენ, ვინც გაეყრება თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს და ვინც გაშვებულს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს. და უთხრეს მას მოწაფეებმა: თუ კაცს ამდენი რამ მართებს ცოლის მიმართ, უმჯობესია სულაც არ შეირთოს ცოლიო. აი აქამდე წავიკითხოთ ჯერ და შემდეგ ეს ადგილი გავარჩიოთ ჯერ. ნახეთ, მივიდნენ მასთან ფარისევლები და საცდუნებლად კითხეს. საცდუნებლად ნიშნავს, რომ მახის დასაგებად კითხეს მას, რომ მახე დაუგონ, ჯულის, ეს არის ჯულში სადაო საკითხია და რა პასუხს გასცემს ქრისტე, რომ შეიძლება ისეთი რამად ქმევინონ, მათ გონიათ, რომ ამის გამო ბრალი დასდონ, რომ ის რჯულს არ იცავს. ანუ მახეს უგებენ მას. და ეუნებიან, რომ რა კითხვა რაში მდგომარეობს, რომ უფლება აქვს თუ არა კაცს ნებისმიერი მიზეზით გაუშვას ცოლი. ნებისმიერი, აი მივყვეთ ადგილ-ადგილ, აი ნებისმიერი მიზეზი რა შეიძლება იყოს? ნებისმიერი მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი, ხო? ხო, ნახეთ, ესენი უყურეთ რას აკეთებენ? ესენი არიან ფარისევლები და ფარისევლებში ეს რჯულის დამცველები, ხო, თეოლოგები იყვნენ ფარისევლები, რჯულის მცოდნეები, იყო ორი შეხედულება. იყო შედარებით ლიბერალური, თავისუფალი შეხედულება,
ამას წარმოადგენდა ჰილელის სკოლა. ჰილელი იყო ღვთისმეტყველი, მასწავლებელი, დიდი მოძღვარი მათი, რომელიც ცხოვრობდა ქრისტემდე დაახლოებით 110 წლიდან ქრისტეს შემდეგ 10 წლამდე. ამბობენ, რომ 120 წელი იცოცხლა ჰილელმაო და 10 წელს გარდაიცვალა ქრისტეს შემდგომ. და ამ ჰილელს ყავდა ძალიან ბევრი მოწაფეები და ბაბილონიდან იყო ეს ჰილელი და იქ აღიზარდა 40 წლის რომ გახდა წამოვიდაო ისრაელშიო, ესეთი გადმოცემაა თალმუდში, 40 წელი ისრაელში რჯულს სწავლობდა და ბოლო 40 წელი ხედავთ 80 წლის კაცმა დაიწყო მოძღვრობა. და 40 წელი ბოლოს 40 წელი 120 წელი იცოცხლა როგორც მოსემო ასწავლიდა და ეს ჰილელი ამბობდა რომ კაცს აქვს უფლება რომ სხვადასხვა მიზეზის გამო გაუშვას ცოლა. აი რა შეიძლება იყოს მის მიზეზი? იმ ჰილელის ბიბლიის მიხედვით კი არა, ამ ჰილელის შეხედულების. აი მაგალითად შეიძლება იყოს რომ აი ვერ ასუფთავებს სახლს მაგალითად. ზარმაცია მაგალითად. ან მაგალითად ძალიან ხშირად ჩხუბობს. ან მაგალითად შეიძლება მიზეზი იყოს რომ საჭმელს ვერ აკეთებს კარგად მაგალითად. და კაცი გამწარებულია რომ გემრიელი საჭმელი არ არის სახლში. აი ესეთ მიზეზი შეიძლება იყოს რომ გაშორდეს ცოლს. იყო მეორე შამაი, იყო ჰილელის მოწაფე თავიდან, შამაია მათი მოძღვარი. ეს შამაი ცხოვრობდა 30 წელს გარდაიცვალა, ცოტა ახალგაზრდა იყო ამ ჰილელზე და შამაი ამბობდა რომ არა, ერთადერთი მიზეზი არსებობს თუ უღალატა, თუ მრუშობაში ბრალდებულია, აღსრულებული საქმე უნდა იყოს. ეს კი არა რომ ვიღაც კაც თვალი გააყოლა ამ ქალს. არა. სექსუალური დელიქტი თუ არის, რომ ამ ქალს ნამდვილად ჰქონდა ურთიერთობა სექსუალური ვიღაც სხვა კაცთან, იმრუშა, ერთადერთი მიზეზი ეს არის, რომ ქმარმა გაუშვას ცოლი. და მოვიდნენ ახლა ნახეთ, ეს ორი შეხედულება მუსირებს ამ იუდეველებს, ფარისევლებში და მოვიდნენ ქრისტესთან და ეუნებიან, შენ რა სიტყვი? რომელ შენ რა სიტყვი? შეუძლია კაცს ნებისმიერი მიზეზის გამო გაუშვას ცოლი. რა შეიძლება იყოს პასუხი ქრისტესი? ქრისტე არ ეყრდნობა, ქრისტე ხომ მათნაირი რაბი არ არის. ქრისტე ხომ არ არის ხელდასხმული რაბი, რომელიმე სკოლას ეკუთვნიდეს. ეს ღვთაებრივი მოძღვარია, ღმერთისგან არის მოსული. ქრისტე ეუბნება, მას არ აინტერესებს რას ამობენ მათი მოძღვრები. ის ეუბნება, რომ პირველი ხსენება სად არის ქორწინების? აი ამაზე იფიქრეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. აი მაგალითად როცა რაიმე საკითხზე ვფიქრობთ, უნდა მოვძებნოთ პირველი ხსენება ბიბლიაში სად არის იმ საკითხის. ის არის ამოსავალი წერტილი, გესმით? ის არის ამოსავალი, ის არის მთავარი. აი ქრისტე ეუბნებათ, რომ აი პირველი ხსენება ქორწინების სად არის? სად რძულში? სად არის? დასაბამში, როცა დასაბამიდან კაცი მარტო იყო, ღმერთმა შეუქმნა მას დედაკაცი და უთხრა კაცი მიატოვებს ცოლს. ნახეთ, აი ეს ადგილი წავიკითხოთ. ამინაირიდან ეს არის დაბადების წიგნის, ანუ ბიბლიის პირველი წიგნის, შექმნათა წიგნის მეორე თავში, როცა ღმერთი ამბობს, რომ ამიტომ მიატოვებს კაცი დედას და მამას, მიეწებება, ანუ შეეყოფა, ანუ შეუერთდება. ეს შეეყოფა არის ისეთი სიტყვა, რომელიც გამოთახავს ყველაზე ინტიმურ შეერთებას ქალის და კაცისას. სქესობრივსაც, სულიერსაც, გონებრივსაც, ყველაფერს, გესმით? მიატოვებს თავის მშობლებს, კაცი ამბობს თან, კაცი ქალზე კი არ ამბობს. ჩვენ ხო ასე ვაკეთებთ ხოლმე, რომ აი ცოლს თუ მოვიყვან, დაივიწყე ყველაფერი შენი ოჯახის. არა. კაცი მიატოვებს თავის დედმამას, ოჯახს. კაცს აქვს ეს ვალდებულება, რომ კაცმა უნდა ახალი ოჯახი შექმნას, გესმით? ჩვენი პრობლემა ხო ხშირად ეს არის, განსაკუთრებით ქართველი კაცების, რომ ჩვენ დიდი ოჯახიდან ვერ გამოვდივართ. ვერ უწყდებით იმ დიდ ოჯახს, ხომ? დედა, მამა, 1000 ვიღაც ხო, ხომ? არა, ნახეთ ღმერთი რას ეუბნება? კაცი მიატოვებს დედას და მამას და შექმნის ახალ ურთიერთობას. ახალ ოჯახს ქმნის როგორ, რომ შეუერთდება თავის ცოლს და იქნებიან ორივე ერთ ხორცს. ამიერიდან რომელიც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს. აი ეს არის პრინციპი. ქრისტე ეუბნება, ჰილელის და შამაის სკოლა კი რას გეუბნებათ, ის კი არა. აი ღმერთი რას გეუბნება დასაბამში. დასაბამში როგორ იყო? აი ეს
დასაბამის პრინციპი, რასაც მე ხარ თქვი, რომ პირველი ხსენება, სადაც არის საკითხის, ისაა მთავარი. მაგალითად, ერთი მაგალითი მოგიყვანთ, ცოტა რომ გადავუხვიოთ. შაბათის მცნება მაგალითად, ხო? შაბათზე ხო ქრისტეს უსვამენ, მახეს ხო უგებენ შაბათის საკითხზე, ხო? და ქრისტე რა პასუხს აძლევს მას? მათ. რომ შაბათი რატომ შეიქმნა? პირველი ხსენება შაბათის სად არის? განსვენების დღე, პირველად სად იხსენება? ისევ შექმნათა წიგში, როცა ღმერთმა შექმნა 6 დღეში სამყარო, მე-7 დღეს განისვენა, რომ თავისი ქმნილებით ყოფილიყო ნეტარი, ხო? ღმერთისას ნეტარია. აი ეს არის პრინციპი შაბათის, რომ საქმისგან უნდა განისვენო. საქმისგან და უნდა ღმერთი ადიდო, იმიტომ რომ ღმერთის ქმნილებას უნდა შეხედო და ადიდო იმ დღეს ღმერთი, ხო? აი ამას ეუბნება ქრისტე, რომ შაბათი შეიქმნა განსვენებისთვის და არა იმისთვის, რომ თქვენ 1000 სიმძიმე დაადოთ შაბათის სიმძიმე ადამიანებს. ესმით? ამიტომ ყოველთვის ეს პირველ ხსენების პრინციპი უნდა ჩვენ გავითვალისწინოთ. და ქრისტე ეუბნება ქრისტეს პასუხი ასეთია, რომ არ წაგიკითხავთ, რომ დასაბამიდან შემოქმედმა კაცად და ქალად შექმნა ისინი და თქვა, ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედმამას, შეეერთება თავის ცოლს და იქნებიან ორივე ერთ ხორცს, ასე რომ ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორცს. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცს. ეს არის პასუხი ამაზე, რომ ღმერთმა შეაუღლა ქალი და კაცი, როცა ისინი თანხმდებიან, რომ შექმნან ოჯახი და ერთმანეთს შეუერთდნენ, ღმერთი ზნებაა ეს და ამიტომ არავის არ აქვს უფლება, რომ ისინი განაშოროს ერთმანეთს. აი ეს არის პრინციპი, ქრისტე ამას ეუბნება. და შემდეგ ხა იმათი შემხედრი კითხვა რა არის, ხო? საინტერესოა. და რამ გავაგრძელებთ, ნახეთ, აი ეს. შემდეგ როცა თქვენ ამ ვიდეოს კიდევ უყურებთ, შეგიძლიათ ეს ნახოთ. აი ეს სამი ადგილი ბიბლიიდან რჯულის 24 თავი, მათეს მე-5 თავი და მათეს მე-19 თავი. აბსოლუტურად კავშირშია ერთმანეთთან. ეს სამი მუხლი. აი ეს არის საუკეთესო მაგალითი ასევე იმისი, რომ ქრისტე როგორ აღასრულებს რჯულს. ხომ გახსოვთ ის რა ამობს? არ გეგონოთ, რომ მოვედი რჯულის გასაუქმებლად. გასაუქმებლად კი არ მოვედი, ამერისთვისო აღსასრულებლად. აი ეს გვიჩვენებს, რომ ქრისტე აი ამ პასუხით, თუნდაც აი ამ პასუხით, ამ შემთხვევაში სრულყოფილად აღასრულებს რჯულს. აი გვაჩვენებს რჯულის სინამდვილეში რას გულისხმობს, ხო? და ესენი ახლა ნახეთ, აი რჯულის 24 თავიდან ეკითხებიან. რჯულის რა, ვინც არის ეს რჯული არის მოსემ ხო 5 წიგნი დატოვა. ბოლო წიგს თორას მე-5 წიგს ქვია მეორე რჯული, ანუ რჯულის გამეორება. ამიტომ რჯული როცა წერია ნიშნავს, რომ თორას ბოლო წიგნი, თორას მე-5 წიგნი, ხო? გასაგები. და ისინი ეკითხებიან, მათი კითხვა ასეთია: მაშინ რატომღა გვამცნო მოსემ გაყრის წერილის მიცემა და ცოლთან გაყრავ? შენ თუ ამობ, რომ არ გაქვს გაყრის უფლება, რატომ გითხრა მოსემ, რომ მიეცით გაყრის წერილი, განქორწინების წერილი ცოლს და გაუშვით? მოდით ნახოთ, რომელ მუხს ეყრდნობი. ხო, საინტერესოა, აი, რა წერია მოსემ, რა უთხრა მათ. 24 თავი. მეორე რჯული, 24 თავი. და ასე იწყება ეს. თუ კაცი ცოლს მოიყვანს და მისი ქმარი გახდება, მე აითვალწუნებს, რადგან რაღაც სასირცხოს აღმოაჩენს მასში, უნდა დაუწეროს გაყრის წერილი, მისცეს ხელში და გაუშვას თავისი სახლიდან. ქალი წავა მისი სახლიდან და გაყვება სხვა ქმარს. თუ მეორე ქმარი მოიძულებს მას და დაუწერს გაყრის წერილს, მისცემს ხელში და გაუშვებს თავისი სახლიდან, ან მოკვდება მეორე ქმარი, რომელმაც ცოლად მოიყვანა იგი, პირველ ქმარს, რომელმაც გაუშვა იგი, ნება არა აქვს ისევ მოიყვანოს ცოლად მას შემდეგ, რაც ქალი გაუწმინდურდა. რადგან ეს სისაძაგლია უფლის წინაშე, ცოდვაში ნუ ჩააგდებ მიწას, რომელსაც წილად გაძლევს უფალი შენი ღმერთი. აი ეს 4 მუხლი არის ძალიან მცდარად გაგებული. იყო მაშინაც, მათ ეს 4 მუხლი მცდარად გაიგეს და დღესაც ამ 4 მუხლს ძალიან მცდარად იგებს ადამიანი. აი თუნდაც ის სიტყვა, რომ ქალი რა შემდეგ რაც გაუწმინდურდაო, ნუღა არ აქვს პირველ ქმარს რომ მიიღოსო. აი რას ნიშნავს ეს?
ქალის საწინააღმდეგო აქვს თუ ქალის მხარეს არის ეს მონაკვეთი. ხო, საინტერესოა, ხო? შეუძლებელია რომ ქალის საწინააღმდეგოთ იყოს ეს, ან ქალის გასალანძღად იყოს ეს. სულ სხვა აზრი დევს ამაში და მათაც მაშინ ფარისევლებმა არასწორად გაიგეს და დღესაც ხშირად არასწორად ერთს. ამიტომ ჩვენ უნდა სწორად გავიგოთ, რაც გვეუბნება ეს მუხლი. ნახეთ, აი ეს მეორეც რომ ნახოთ, მათეს მეხუთე თავის 31 მუხლი. ესეც თქმულა, ქრისტე ამბობს უკვე ამას, ქრისტე ამბობს. ესეც თქმულა, ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს გაყრის წერილი. ხოლო მე გეუბნები თქვენ, ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას და ვინც გაშვებულ შეირთავს, მრუშობს. თქმულა, რომ ვინც გაუშვებს ცოლს, მისცეს წერილი. ამ წერილს რატო აძლევდნენ, ხო? საინტერესოა. აი მაგალითად კაცი აღმოაჩენს რამე სასირცხოს ცოლში, აი რაც თქვით, სასირცხო შეიძლება იყოს ყველაფერი. ეს აბსოლუტურად ბუნდოვანი სიტყვა, რა არის სასირცხო აღმოაჩინოს ცოლში, იმიტომ რომ თუ მაგალითად აღმოაჩენდა რომ მაგალითად ქალწული არ იყო ცოლი. ამის გამო სიკვდილით დასჯა იყოს ასჯელი. ეს სასირცხოში აღარ შედის უკვე. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ის ქალი, ვინც მოატყუა ქმარი და მანამდე სხვა კაცთან ჰქონდა ურთიერთობა და თქვა და არ იყო ქალწული, სიკვდილით უნდა დაესაჯა. თუ ის ქალი იმრუშებდა და ქორწინებაში უღალატებდა ქმარს, იმაზეც სიკვდილით დასჯა იყო კაცისთვისაც და ქალისთვისაც. გესმით? ამიტომ სასირცხოში ეს სიძვა არ შედის. სასირცხოში შედის რაღაცა ჩვეულებრივ ყოფითი რაღაც. ხო? აი რაც თქვით, რომ ჩვენ რომ შეიძლება იყოს ქალი ფიცხი, ან ყვიროდეს, ან საჭმელს ვერ აკეთებდეს, ან სხვა რამ, გესმით? აი ამის გამო ფარისევლებმა, ამის გამო იუდეველებმა, ეხლა თქვით რომ იუდეველები ღალატობდნენ ღმერთს, ამის გამო ებრაელები აკეთებდნენ ასე, რომ აღარ მოსწონს ეს ცოლი. ან ასაკს შევიდა ცოლი და აღარ მოსწონს. ხო შეიძლება ესეც იყოს. ხო? აღარ ლამაზი იყო და აღარ არის ლამაზი მაგალითად. ხო ხდება ხოლმე ესეც. აი ამ დროს ესეთი წესი შეიმუშავეს, წესი კი არ შეიმუშავეს, ასე იქცეოდნენ, რომ ცოლებს აგდებდნენ სახლიდან, გესმით? უღმერთობა იყო ეს, რა თქმა უნდა, რომ ცოლებს აგდებდნენ სახლიდან. და მოსემ რომ დაინახა ეს, რასაც აკეთებენ ებრაელები, უთხრა რომ გეკრძალებათ მაგის გაკეთება. თუ ამას აკეთებდა ასეთი დაცემულები ხართ, დაწერეთ, რომ ესა და ეს ქალი ჩემი ცოლი იყო ოფიციალური. და მე ვათავისუფლებს მაგ ქორწინებისგან, რომ ეს ქალი წავიდეს და შექმნას სხვა ოჯახი, ხო? მაგრამ ეს ქალი თუ წავიდაო და სხვა ქმარს გაყვაო, იმ ქმარმაც მოიძულა და გამოვაგდო სახლიდან. ან მოკვდა ის კაციო, პირველ ქმარს აღარ აქვს იმ ცოლის მიღების უფლება, რადგან ქალი გაუწმინდურდა ამის გამო. რას ნიშნავს ეს? აი ხლა ეს როგორ გავიგოთ? რატომ აღარ აქვს პირველ ქმარს მისი მიღების უფლება? იმიტომ რომ სხვის ცოლი მოყავს. მაგრამ რატო ამბობს რომ იმის შემდეგ რაც გაუწმინდურდა ქალი, პირველ ქმარს აღარ აქვს უფლება რომ ის დაიბრუნოს უკან. ბატონო? თავად გაუშვა. გესმით? კაცი უნდა დაისაჯოს. ქალი კი არ არის გაუწმინდურებული ამ გაგებით. აი იმ პირველმა ქმარმა, რომ ცოლი გაიმეტა იმისთვის, რომ რუშობისთვის გაიმეტა, იმიტომ რომ ის ქალი რა ექნა, წავიდა და სხვა კაც გაყვა, ხო? აი იმის გამო, რომ მან ისეთი გულქვაობა გამოიჩინა და ცოლს აიძულა, რომ აი ამ ოჯახს გარეთ შეექმნა კიდე მეორე ოჯახი, ამიტომ უნდა დაისაჯოს ის პირველი ქმარი, რადგან მან გაუწმინდურა ქალი, იმას კი ანიშნავს, რომ ბინძური ან რამე. არა, რომ მან ქალი ასეთ საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო. გესმით? და მას უფლება ეკრძალება, რომ აი ის ქალი, რომელიც ცხვერპლია ამ პირველი ქმრის უღმერთობის და გულქვაობის, მას უფლება აღარ აქვს, რომ იგივე ცოლი დაიბრუნოს. ხო გასაგებია? ზუსტად, მაგრამ იმ ქალს რომ ცხოვრება აერია, გესმით და ის პირველი ქმრის ბრალი იყო. ის პირველი ქმარია იმ დამნაშავე, ამიტომაც ეუნება შენ დაიჯები იმის გამო, რომ ქალს აიძულე შენგან წასულიყო, მოეძებნა მეორე ქმარი, შეიძლება მესამე ქმარი ცხანდახან და შემდეგ მოგინდა რომ ისევ დაიბრუნო? შენ ვეღარ დაიბრუნებ იმ ქალს, რომელიც ერთხელ დაკარგე, გესმით? და აი ამ ფარისევლებმა ეს გაიგეს ასე, რომ ესე იგი მოსემ მოგცა უფლებაო, რომ წაგვიდა დაუწერო წერილი და გაუშვათო. მაგრამ მოსეს ეს ხომ არ უთქვამს.
ნახეთ, ეს მონაკვეთი როგორ იწყება 24 თავის შეხედეთ? თუ მოხდა ისე რომ კაცი ცოლს მოიყვანს და შემდეგ აითვალწუნებს რაღაცა და გაუშვებს, თუ იმას კი არა მომს რომ კაცებო ცნებას გაძლევთ რომ მოიყვანეთ ცოლი, აითვალწუნეთ და გააგდეთ, ამას ხო არ ამბობს. თუ თქვენი გულქვაობის გამო ეს ჩაიდინეთ და ქალი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდეთ, აღარ გაქვთ უფლება რომ დაიბრუნოთ ის თქვენი ცოლი. ხო შეიძლება ასეც მოხდეს რომ კაცმა მერე ინანოს და იფიქროს რომ არა ის ქალი ჯობდა, მოდი ისევ იმას ისე უარესი შეხვდა მეორე ცოლი და იფიქრა რომ მოდი ისევ იმას დავიბრუნებ, არა? შენ მაგის უფლება აღარა გაქვს, რადგან შენ ამრუშე შენი ცოლი. ხედავთ? აი ეს მათეს მეხუთე თავი უბრალოდ მაგას გვეუბნება რომ ნახეთ რა ჩვენ წავიკითხეთ 31-ე მუხლი. ქრისტე ამბობს რომ ქმულა ვინც გაუშვებს თავის ცოლს უნდა მისცეს გაყრის წერილი. მე გეუბნები თქვენ ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე ამრუშებს მას. და ვინც ასეთ გაშვებულ ქალს შეირთავს ისიც მრუშობს. ნახეთ რა მოხდა იმ კაცმა რომელიც გულქვა იყო და ცოლი აღარ მოეწონა რომ მაგალითად საჭმელს ვერ აკეთებდა კარგად და გაუშვა. რა გააკეთა ნახეთ? ცოლი ხო ამრუშა, რომ ცოლს იძულებული იყო რომ სხვა ქმარი ეპოვა. ის მეორე კაცი ვინც ის მოიყვანა, ისიც მრუშობაში მონაწილეობს და თავადაც მრუშია, იმიტომ რომ დაანგრია ოჯახი და სხვა ქალი მოიყვანა სახლში, ხო? ნახეთ, აი ამ სამმაგი ცოდვა ჩაიდინა იმ კაცმა და ამიტომაც ამობს რომ დასჯილი ხარ შენ იმ კაცს ეუნება და შენ აღარ გაქვს უფლება ის ქალი დაიბრუნო. ხო გასაგებია? აი ამ 24 თავს, რჯულის 24 თავს მე მომისმენია, მეც მქონია ხომ ესეთ ფიქრები, რომ ეს იმას ხო არ აი ჩვენი საკუთარი გარყვნილებიდან გამომდინარე ჩვენ გონია, რადგან ის ქალი გაუწმინდურდა, უკეო და დაბრუნება აღარ შეუძლიაო. ჩვენ გონია, რომ ქალია გაუწმინდურებული. ხომ? კაცმა ჩაიდინა დანაშაული. გაუწმინდურებული ცუდი სიტყვა. აი ქალი ჩააგდე შენ ცოდვაში, უფრო სწორი თარგმანი ესა. გესმით? კი არ გაუწმინდურდა, არამედ შენ ჩააგდე ის ქალი ცოდვაში, რომ ეძებნა მეორე ქმარი, მესამე, ამიტომ შენი დანაშაულია, კაცეუნება. შენ ახარ დამნაშავე, რომ ქალი გაუწმინდური ამ გაგებით ჭალებში ვიდარჩა. გესმით? რა თქმა უნდა, კი, იყო ეგ შემთხვევებიც. იუდაიზმში აი მე აქ თალმუდს ხო გიკითხავთ ხოლმე ხანდახან. თალმუდში არის შემთხვევები მოცემული, რომ მაგალითად ქალებსაც აქვთ უფლება რომ ქმრებს გაშორდნენ. აი მაგალითად მათი რჯულის გამარტებლები ქალებსაც აძლევდნენ უფლებას, რომ აი რაღაც მიზეზები იყო ჩამოთვლილი, რომ ქალებს შეეძლოთ. აი მაგალითად კაცს არ შეუძლია შვილების გაჩენა, ხო? ამ დროს შეუძლია ქალს თქვას, რომ მე არ შემიძლია. მე მინდა შვილი და ამიტომ მე კაცს მინდა გავშორდე. ან კაცი იყო თქვა კეთროვანი გახდებოდა. შეეძლო ქალს რომ გაშორებოდა მას. იმიტომ რომ აუტანელია, ხო ცხოვრება, ხო? როგორი ძნელია. აუცილებელი კი არ იყო, შეიძლება იტვირთოს მან ეს. მაგრამ უფლება აქვს ამის გამო, ხო? ან კაცმა რო იმრუშოს, ქალს უფლება აქვს რომ იუდაიზმში ქალი ძალიან დაცული იყო იუდეველებთან, ძველ აღთქმაში. ამიტომ ბატონო სწორია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სახთორჯული იყო და როგორ შეიძლება ქალი დაცული არ ყოფილიყო. გესმით? კაცი თუ იმრუშებდა, ქალს უფლება ჰქონდა რომ გაშორებოდა იმ ქმარს და ვერავინ ვერ ეტყოდა მაგაზე უარს. კიდევ არის საოცარი ერთი შემთხვევა მოცემული თალმუდში, რომ მაგალითად კაცი თუ არისო მეტყავეო, ტყავის დამუშავებელი, ხო, ძალიან მძიმე პროფესია, ხო? სუნი, ეს ყველაფერი ეხლა ესე რო ასე კი არის, ხელით აკეთებ. ქალისთვის აუტანელიაო, აი ეს ყველაფერიო. ქალს უფლება აქვს რომ აი ამ სიმძიმის გამო გაშორდეს იმ ქმარს. იმიტომ რომ ეს დაბაღი ერქვა ამას. მეტყავეს ძალიან მძიმე იყო მისი საქმე. გესმით? ასე რომ რჯული ქალის დამცველია. გესმით? აი რო ამობენ რომ ბიბლია პატივს არ ასცემს ქალებს, ბიბლია ჩაგრა ტყუილი აბსოლუტური. ტყუილია. პირიქით ბიბლია არის ქალების დამცველი. დიახ? ხოლოდ პირველ ცოლზეა საუბარი, იმიტომ რომ ცოლი ერთი და პირველი უნდა იყოს ხოლმე და მხოლოდ ბიბლიის მიხედვით. ხო, მაგრამ აი დავუშვათ სხვისი ცოლი მოიყვანა რა, ხო არის ხოსთან გაცილებული. იმ ცოლზე არის სხვა ქალზე არის საუბარი თუ
აქ ჩავურო ჩვენ ერთ პირველ ცოლზე, რომელიც ამ კაცმა აითვალწუნა და გააუშვა. მაგრამ მეორემ, რომელმაც ამის გაშვებული შეირთო, იმისთვის რა თქმა უნდა, ის ქალი უკვე ვიღაცის ცოლია, რომელიც შეირთო. მაგრამ ის მრუშობაშიაო ამას ამობს. იცი? ვინც გაშვებულს, აი ასე გაშვებულს შეირთავს, ისიც მრუშობს. ამიტომ იმ პირველი ქმრის დანაშაული სამმაგი სიმძიმის იმიტოა, რომ თვითონაც მრუშობს, ცოლსაც ამრუშებს და იმ ვიღაც კაცსაც ამრუშებს. გესმით? აბა? ბუნებრივია. ხო და იმ ქალს არ ადანაშაულებს ბიბლია. ზუსტად იმ ქალს არ ადანაშაულებს ბიბლია. პირიქით იმ ქალზე იძახეს რომ დაჩაგრულია ის ქალი და თქვენ გამრუშეთ ის. თქვენ გაუწმინდურეთ ამ გაგებით რა, ჭალებში ვამბობ რომ თქვენ ჩაადგმევინეთ ფეხით ცოდვაში მაგ ქალს კაცებმა, ვინც აითვალწუნეთ და გაუშვით. ხო გასაგებია? ამიტომ ვამბობს ქრისტე რომ არა გაქვთ უფლება გაყრის წერილით ქალის გაშვების. და ვინც ამას ჩადის, ამრუშებს ცოლს და ვინც იმ ცოლს შეირთავს, ისიც მრუშობს. ხო? ხო გასაგებია? ქრისტეს შეხედულება ხო გესმის ჩვენ ახლა, რომ ქორწინება არის დაურღვეველი. ნუ გარდა იმ შემთხვევების, ნახეთ, მე ქრისტე აქ ამბობს, რომ გარდა სიძვის მიზეზისაო. სიძვის მიზეზი, როცა ქალმა ნამდვილად ჩაედინა სექსუალური ღალატი. გესმით? ეჭვი კი არა, ეჭვები და ეს კაცები რო აფრენენ ხოლმე ხან, არა. თუ მართლა ჩაიდინა ღალატი ქალმა, აი ვიცით რომ აი ვიღაც კაცთან იმ შემთხვევაში აქვს უფლება, ღმერთი აძლევს უფლებას, რომ ქალსაც და კაცსაც რომ გაშორდეს თავის ცოლს. ნახეთ რა საინტერესო დეტალია აქ, ნახეთ. ესენი ხო ეკითხებიან რომ მაშინ მოსემ რატო გვამცნო გაყრის წერილი გაშვებაო ცოლი. გვამცნო რას ნიშნავს? რომ ცნება მოგცაო. ცდებიან. და ქრისტე რას ეუბნება? ნება მოგცათო, კანამ ცნება ნება დაგთოთო. რომ ეს გაგეკეთებინათ. იმიტომ რომ ქრისტე ეუბნება რომ ეს მცნება კი არ იყო მოსემ რაც გითხრათ, არამედ ნება დაგთოთ თქვენი გულქვაობის და დაცემულობის გამო. ხო გასაგებია, ხო? აი ნახეთ, წეგარ გითხრათ, ბიბლიაში ბევრი ადგილი როცა ასე იწყება. თუ მოხდა ასე და ასე და ასე, მაშინ გაძლევთ ცნებათ რომ მოიქცეთ ასე. აი თუ შემდეგ რა წერია, ის არ არის მცნება. თუ შემდეგ რა წერია, ცნება არის ბოლოში რაც არის. აი მაგალითად ეუბნება თუ გამოჩნდა თქვენ შორის ვინმე სრულ წინასწარ მეტყველო რომელიც გატყუებთ, ჯადოქრობს, მაშინ გაიყვანე და სიკვდილით დასაჯეთ. მაგრამ ის ჯადოქრის გამოჩენა ხომ ცნება არ არის, თუ გამოჩნდა, თქვენ უნდა მოიქცეთ ასე, ხო? აი მაგალითად ეუბნება ჯულის მე-17 თავშია, ჯულის მე-17 თავში რომ თუ შეხვალ იმ მიწაზე, რომელსაც მოგცემს ღმერთი, შენი ღმერთი და მოინდომებ რომ მეფე დაისვა, ისე როგორც სხვა ხალხებს ყავთ, ისრაელს ეუბნება. მაშინ მეფე უნდა იყოს ასეთი, უნდა იყოს ასეთი, ხო? გასმით? ცნება რომელია აქ? ცნება რომელია ბოლოში? უნდა იყოს ასეთი, არ იყოს ხარბი, არ უნდა ყავდეს ბევრი ცხენი, ბევრი ცოლი, ეს არის ცნებები, მაგრამ თუ შეხვალთ და მეფეს მოინდომებთ, ეს არ არის ცნება. იმიტომ რომ ღმერთს არ უნდოდა რომ ისრაელს მეფე ყოლოდა. სამუელის, აი მანამდე სამუელის პირველ მეორე წიგნებში წერია რომ ღმერთი როცა ისრაელი აჯანყდება და ამბობს რომ მეფე გვინდა ჩვენს როგორც სხვა ხალხებს ყავთ მეფე და რა ვქნაო წინასწარმეტყველი მივა ღმერთთან და უნდა რა ვქნაო აი ესე ჩამქოლავენ მეფე უნდათ ამათაცო და ღმერთი ეუბნება რომ კარგიო მიიცი მაგათ მეფეო მე მიღალატეს მაგათ შენ კი არ გიღალატესო მე ვიყავი მაგათი მეფეო და მე მიღალატეს და მეფე უნდათო კარგიო მივცემ მე მაგათ მეფესო და აი რომ დაჩაგვრას დაუწყებსო ის მეფეო მერე გაახსენდებათ რა კარგი იყო როცა ღმერთი იყო მათი მეფეო ესმით ეს თქვა მინდა მე რომ აი თუ ესა და ეს მოხდა უნდა გააკეთოთ ესა და ეს აი ის ბოლოში რა წერია ის არის მცნება ამიტომაც ქრისტე ეუბნება მოსემ კი არ გამცნოთ თქვენი გულქვაობის გამო დაგრთოთ ნება რომ ხელწერილი დაგეწერათ რომ ქალი სად ესე უპასპორტოთ როგორ ეუო ქალს ხო პასპორტივით იყო ის გაყრის წერილი იმიტომ რომ ქალი იტყოდა რომ მე აი ამ ადამ ოჯახში ვცხოვრობდი ამ ადამ კაცის კანონიერი ცოლი ვიყავი და შეეძლო მას კანონიერად გათხოვება თორე
ქალი დაუცველი იქნებოდა ძალიან, ესე გაგდებული რომ ყოფილიყო ოჯახიდან, ხო? არიციან რატომ არის გარეთ, პატრონი არ აყავს, აი ამის გამო. დიახ. დიახ. ქალს. ქალს. იმიტომ რომ ბიბლია როგორც საღვთო რჯული სუსტს იცავს უფრო რა. პატრიარქალური საზოგადოება და კიდევ ერთი თავარი მიზეზია. ბატონო? კი, მაგრამ კაცები როგორც უფრო ძლიერნი ფიზიკურად, თან პატრიარქალური საზოგადოება იყო, ხო? იმ დროსაც კაცები ამას გოგითხრათ ამ უფლებას ყოველთვის ცუდად იყენებენ, ბოროტად იყენებენ ამას და ჩაგვრა მიდრკილნი არიან ჩაგვრისკენ. ამიტომაც საღვთო ჯულმა განიზრახა რომ აი ეს აღეკვეთა და ქალი უფრო მეტად დაცული ყოფილიყო. და კიდევ ერთი მთავარი მიზეზი. აი თქვენ თუ მიხვდებით რატომ? ქალი რატომ უნდა ყოფილიყო ასე დაცული ძველ აღთქმაში? ვინ უნდა ვის ელოდებოდნენ ძველ აღთქმაში? მესიას. და მესია ვისი შვილი უნდა ყოფილიყო? ქალის შვილი უნდა ყოფილიყო. ხო? ქალწულის შვილი უნდა ყოფილიყო. ამიტომ ეს ქალი, როგორც ჩვენ დღეს ღვთისმშობელი ყავს, ხო? ყველაზე დიდი ქალი, ხო? აი ისრაელშიც ქალი იყო ძალიან დიდი, იმიტომ რომ მისგან უნდა შობილიყო ქრისტე, მესია, მაშიახი. ჩვენ ხო ეს წავიკითხეთ, გახსოვთ, აი როცა ადამი და ევა დაეცემიან. ეს არის დაბადების წიგნის მესამე თავის მე-15 მუხლი, ნახეთ? როცა იმ აგრდალულ ხილს რო შეჭამენ, ხომ გახსოვთ 64-ის ბაღში? ღმერთი რო ჯის ადამიანს და ევას, რას ეუბნება, ნახეთ? ტრობას ჩამოვაგდებ, გველს ეუბნება, ანუ სატანას ეუბნება. ტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის. შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუმსხრევ მას. ნახეთ რას ეუბნება? რატომ არ ეუბნება სატანას? ტრობა იქნება შენსა და ადამიანის შვილს შორის. რატომ ეუბნება დედაკაცის თესლს შორის? რატომ? მაშინ რატომ არ ეუბნება ტრობა იქნება სატანას შენსა და ადამიანების შვილს შორის? დედაკაცის თესლი რას ნიშნავს? რომ უმამაკაცოშობა უნდა იყოს მხოლოდ დედაკაცის თესლისგან, გესმით? აი ეს საიდუმლო დევს უკვე ბიბლიის პირველ წიგნში, როცა ადამი და ევა დაეცემიან. ღმერთი ეუბნება სატანას, რომ ტრობა იქნება დედაკაცის შვილსა და შენს შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ რას უზამო? ქუსლს დაუმსხრევო. ვის დაუმსხვრიეს ქუსლი ჯვარზე? ლუსმანი რო გაუყარეს ფეხში, ხომ? როცა მიაჭედეს, ზუსტად ქუსლში გაუყარეს ის ლუსმანი, გესმით? აი ეს წინასწარმეტყვა. ამიტომაც რომ მაშიახის ქრისტეს დედა უნდა ყოფილიყო ქალი და მხოლოდ ქალია ნახსენები, ქალი უნდა ყოფილიყო დაცული. გესმით? აი ჩვენ ხომ და დანიელის წიგნში რომ არის ეს რომ ის ანტიქრისტე რომ მოვაო ისრაელშიო, ხო? აი ანტიქრისტე როცა მოვა, რომ გამოჩნდება, ისაო მამა პაპის რჯულს არ მიაქცევს ყურადღებას, არ ეყარება მამა პაპის რჯულიო და არ მიაქცევს ყურადღებას დედათა გულის თქმასო. დედათა გულის თქმა რა არის ისრაელში? დედათა გულის თქმა რა არის ისრაელში? გულის თქმა რას ნიშნავს, რომ აი ძალიან რო გინდა, დიდი სურვილი. და ის ანტიქრისტეო უგულებელყოფს, აი რაღაცნაირად მოისურის სადღაც იქით დედათა გულის თქმას. დედათა გულის თქმა იყო რომ ქრისტეს დედა ვინ იქნება? იქნებ მე ვიყო ქრისტეს. ენდო ისრაელში ძველი აღთქმიდანვე დედათა გულის თქმა იყო ცნობილი რაღაც. რომ იქნებ მე ვიყო ქრისტეს დედა. გესმის? ყველა ქალს ჰქონდა ეს სურვილი, რომ იქნებ მაშიახის დედა მე ვარ, მე უნდა ვიყო. ამიტომაც ხო ჩვენ გვითხოვთ ადრე რომ ქორწილი რო ჩამოივლი და ყველა ფეხზე დგებოდა და თავს უხრით ამ ქორწილიდან, იმიტომ რომ იქნება ამ ქორწილიდან უნდა დაიბადოს ქრისტე. გესმით? ეს ამიტომ არის ქალი ასეთი. მე მგონი გავეცი ხო პასუხი იმ კითხვას. ხო, ამიტომ იყო ქალი დაცული ძველ აღთქმაში ასე მეტად, უფრო მეტად. ანუ კაცე შენ გინდა თქვა რომ კაცები ზარალდებიან ამითი? ხო და მე
ხო, მაგრამ უყურე, ეგ რაც გეთახმები, მაგრამ ეგ ხო, მაგრამ უყურე ეგ მეტყავის ხო, მაგრამ მაგას არ ამბობს ბიბლია. მაგას არ ამბობს ბიბლია, ეგ თქვენს მოძღვრებმა. აი, მე ხო თქვი რომ უცნაური შემთხვევა აღწერილი მეთქი, იმიტომ რომ ვიღაცა მოძღვარი ამბობს, რომ მეტყავეს შეიძლება ამ სუნის და აუტანელი პირობების გამო გაშორდეს ცოლიო, მაგრამ ბიბლია არ ამბობს მაგას. თალმუდი არის ბიბლიის განმარტება და შეიძლება მცდარი იყოს ხანდახან. გესმის ამის თქმა მინდა მე. შეიძლება მცდარი იყოს ხანდახან. აი მაგალითად ჩვენ გვაქვს საღვთო რჯული, ხო? რჯულის კანონი ხო გვაქვს დღეს ქრისტიანებს. სადაც იქ წერია რომ თუ ერთ-ერთი მეუღლე ვერ უშვილოა, მეორეს აქვს უფლება რომ გაშორდეს. რომ შვილიერება იმდენად რაღაც დიდი სურვილია, რომ აძლევს უფლება რომ შეიძლება ამის გამო გაშორდეს. რა თქმა უნდა, აყვან უფლება კი არა აქვს და მოწოდებაა რომ ვინც შეიწყნაროს ერთი ბავშვი, მან შემიწყნარა რომ ბავშვი რა თქმა უნდა, ძველ დახმაშიც და ახალშიც. ძველ დახმაშიც დაშვებული იყო ისე რომ ძველ დახმაში მოძღვრები ამბობდნენ რომ ვინც ბავშვი იშვილოს და გაზარდოსო, ღმერთი ამბობს რომ მან მემი შემიწყნარაო, პატარა ბავშვი ვინც მიიღოს და გაზარდოს. ის მისი შვილია, როგორც ხორციელი შვილი, ასე იღებდნენ მას. აი როგორც იოსები ხო ქრისტეს მამა არ იყო ხორციელი. მაგრამ იყო მისი იურიდიულად ნამდვილი მამა, იურიდიული მამა იყო. აი ეს მაგრამ კი, ფარაონთან კი. ხო, ეს არა, ეს შვილება მაშინ არ იყო მისა, არ იყო უცხო რამ. და ანუ ქრისტე ეუბნება მათ რომ მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ეს ცნება, თავიდან კი არ იყო მასე. ხოლო მე გეუბნები თქვენ ვინც გაეყრება თავის წოლს სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს და ვინც გაშვებულ შეირთავს, აგრეთვე მრუშობს. ეს განვიხილეთ, ხო, გასაგებია, ხო, კითხვა აღარ დარჩა. და უთხრეს მას მოწაფეებმა, ნახეთ ლოგიკური კითხვა, როგორც ჩანს, პეტრე, სხვა მოწაფეები, ვინც იქ იყვნენ, ისინიც ამ დროის სულის გავლენის ქვეშ არიან, მათაც ეს უპირატესობა თვლიან რომ აქვს და ეს მოწაფეები ეუბნებიან, რომ ამდენი რამე თუ მართებს კაცს ცოლის მიმართ, თუ ასეთი მკაცრია შენი მცნება, რომ ფაქტობრივად გაშორების უფლება არც ერთი მიზეზით არ აქვს. ნახეთ რა გამოდის? იმიტომ რომ თუ იმრუშა ქალმა, ის უკვე სიკვდილით ისჯება, ხო? ხომ ასეა? ანუ სხვა მიზეზი არ არსებობს. ქრისტე რო ამბობს რომ რუშობის გამო შეიძლება მხოლოდ ცოლს გაშორდე, ეგეც ფაქტობრივად უკვე გადაჭრილია ეგზაც, იმიტომ რომ თუ იმრუშებს ქალი, ეს ნიშნავს რომ ის სიკვდილით უნდა დაისაჯოს ამ რუშობის გამო ქალიც და კაციც. ასე იგი ეს მოწაფეები ფიქრობენ რომ ესე იგი არ არსებობს მიზეზი რის გამოც ჩვენ ესე იგი შეგვიძლია ცოლს გავშორდეთ და მაშინ ჯობია საერთოდ არ მოიყვანოთ, არ შევირთოთ ცოლი ეუბნებიან, იმიტომ რომ რა არის, ვინ აიტანს მაგას, ვინ გაუძლებს მაგას. ხოლო იესომ პასუხად თქვა, ყველას როდი შეუძლია ამ სიტყვის წვდომა, არამედ მხოლოდ იმათ, ვისაც მიეცა. ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელიც დედის საშორდანვე ასე იშვნენ, არიან საჭურისნი, რომელიც კაცთაგან დასაჭურისდნენ და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისთვის, ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს. და ქრისტე ეუბნება, ნახეთ პეტრემ რა მოწაფეებში, სულ პეტრეს ვახსენებ, იმიტომ რომ თავი იყო მოწაფეების. მოწაფეებმა უთხრეს, რომ მაშინ არ მოიყვანთ ცოლს. თუ ესეთი, თითქოს შეუძლიათ ცოლი რო არ მოიყვანონ. შეუძლიათ მათ ცოლი არ მოიყვანონ? შეუძლიათ რო არ მოიყვანონ ცოლი? არა, გაძლებენ ქალის გარეშე? ამის ხო და ამას ეუბნება ქრისტე რომ ეს თქვენი ხიბლისმიერი შეხედულება რომ მაშინ ცოლებს არ მოიყვან და ისე ვიცხოვრეთ, შენ არ შეგიძლია მაგას გაკეთება. კაც ქალის გარეშე უჭირს, ისე კაც ისე როგორც ქალსაც უჭირს კაცის გარეშე. ამიტომ ეუბნება რომ ბატონო კასტრაცია აკრძალული იყო, შენ ვერ მოიკვეთ სასქესო ორგანოს, ან რომ თავის დაისაჭრო, ეს არ შეიძლება, ამის გამო ისჯება ადამიანი. მაგრამ ეუბნება ნახეთ სამ შემთხვევას ეუბნება. ანუ ცოლი რომ არ მოიყვანო, უნდა იყოს შენ საჭურისი. ხო? რომ აი ეს ლტოლვა ქალის მიმართ რომ შენს თავში შენ დადგუნო, უნდა იყოს საჭურისი. მაგრამ საჭურისი რას ნიშნავს? კასტრატი, ხო? აი კასტრაცია ვისაც
მაგრამ ეს კასტრაცია საჭურისებს სამგვარი არსებობს ქრისტიანობის. სამგვარი. ერთი, რომლებიც რაღაცა ფიზიოლოგიური დარღვევა აქვს და ასეთი დაიბადნენ, ხომ არიან ასეთი ადამიანები, რომ რაღაც დარღვევა აქვს სხეულში და ასე დაიბადა, რომ ასექსუალებს რო ეძახიან, არა აქვს სექსუალური ტოლვა. არა, ისე ცხოვრობს, ხომ? არიან ასეთები. არიან ისეთები, რომლებიც კაც ადამიანებმა აქციეს საჭურისებად. აი მაგალითად, მეფეებს ყავდათ ევნუხებს რო ეძახდნენ, ხომ? აი დედოფლებს ვინც ემსახურებოდა, მათ ასაჭურისებდნენ ბავშვობიდანვე. იზრდებოდნენ ისინი მეფის კარზე მსახურებისთვის და მეფის და იმპერატორის მთავარი შიში რა იყო? დედოფალთან არ ქონოდა კავშირი, რომ სხვისგან არ გაეჩინა შვილი დედოფალს. მაშინ ხო გენტესს ვერ ჩაატარებდნენ, რომ გაეგო თავისია თუ სხვისია. ამიტომ დედოფალთან ვინც მოძრაობს, უნდა იყოს საჭურისი. გესმით? ამიტომ ბავშვობიდან ასაჭურისებდნენ და დიდდნენ, იმიტომ რომ იქ ემსახურა. არიან ასეთები და არიანო ისეთებიცო, ვინც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფეულის გულის. ოღონდ დაისაჭურისეს ნიშნავს ფიზიკურად კი არ მოიკვეთეს სასქესო ორგანოები, არამედ უარი თქვეს ამაზე ცათა სასუფეულის მსახურებისათვის, ხო? და მე ამბობს, ვისაც შეუძლია ჩაწვდეს, რაც მე ვთქვი, ჩაწვდეს. გესმით? აი ეს მონაკვეთი ეს 19-ის 12 მუხლი ვისთვის არის ის პირველ რიგში? აი მონასტერში რომ მოხვდებიან ხოლმე ახალგაზრდა გოგობიჭები და გონიათ რომ მე ბერი უნდა ვიყო, მე მონაზონი უნდა ვიყო და აიკვეცებიან ერთ-ორ თვეში, ერთ წელიწადში. ხიბლშია, გესმის? აი იმ მოწაფე ხიბლშია, მას გონია რომ უარ სიტყვის ქალზე ან კაცზე, ხო? კაცი ქალზე და ქალი ურთიერთობა შეუძლებელია. ძნელია ძალიან. გესმით? შენ თუ არ გაქვს ღვთისაგან მოცემული ეს ძალა, რომ შენში ეს დათგუნო უფრო დიდი მსახურების გულისთვის გაგიჭირდება. არიან, როგორ არ არიან, გან არ არიან ბერმონაზონები, ვინც ეს დათრგუნა, იმიტომ რომ დიდ საქმეს ემსახურება, ძალიან დიდ საქმეს ემსახურება. არიან ასეთები, მაგრამ ვისაც წვდომის უნარი აქვს, ჩაწვდეს, რა ვთქვი მე, კარგად გაიაზროს და მერე გადაწყვიტოს. ამას ამბობს ქრისტე. თორე იყო მის მოციქულებში, აი იოანე ღვთისმეტყველზე ხო ცნობილია, რომ ქალწული იყო ეს, ქალწული მოციქულია, იმიტომ რომ არ ყოლია ცოლშვილი მას და მთელი ცხოვრება შეწირა ქრისტეს სახარების გავრცელებას, ხო? პეტრეს მაგალითად ყავდა ცოლი. სავარაუდოდ შვილებიც ეყოლებოდა. სიდედრია ნახსენები პეტრესი. პერე პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ არა გვაქვს უფლებაო, რომ პეტრეს მსგავსად ცოლი ყავდესო, თან გვახელდეს ცოლი, სადაც მივდივართო, იმიტომ გესმით? ყველას თავისი გზა აქვს და თავისი შესაძლებლობა აქვს. გესმით? ჩვენ გვიცნობთ ერთ ადამიანს, რომელმაც თავი დაისაჭურისა ცათა სასუფეულის გულის. ფიზიკურად არა ოღონდ. სულიერ გაგებ. ეს იყო პავლე მოციქული, რომელმაც უარი თქვა ქორწინებაზე და ოჯახზე ქრისტეს სახარების გულით. ეს არის გულისთვის, ეს არის კორინთელთა მიმართ ეპისტოლის მე-7 თავი ძალიან ზუსტად ეხმიანება ამ ყველაფერს, ამიტომ ეს უნდა წავიკითხოთ აუცილებლად. ხოლო პავლე მოციქული წერს კორინთოში მცხოვრებ ქრისტიანებს. და შეტანილია ეს ახალ აღთქმაში. ხოლო რაც შეეხება იმას, რის გამოც მწერდით, კარგი იქნება, რომ კაცი არ გაეკაროს ქალს. პავლე ამბობს, კარგი იქნება, ქორწინებაზე დაუსვეს კითხვა და მე ვთვლი, რომ კარგია კაცი არ გაეკაროს ქალს. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს თავისი ქმარი. ყველას არ შეგი, მე კი ვთვლი, რომ კარგია რომ ქალს და კაცს არ გაეკაროთ და იაროთ და სახარება გაავრცელოთ და იქადაგოთ და ღმერთისთვის იცხოვროთ, მაგრამ სიძვაში რომ არ ჩავარდეს ადამიანი, ყველას ყავდეს თავისი ცოლი და თავისი ქმარი. ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს და ასევე ცოლიც ქმარს. რადგან ცოლი კი არ არის საკუთარი სხეულის უფალი, არამედ ქმარი, ასევე ქმარიც როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ ცოლი. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა დროებით, ურთიერთ შეთანხმებით, რათა ლოცვისა და მარხვისთვის მოიცალოთ, შემდეგი კვლავ დაუბრუნდით ერთმანეთს, რათა სატანამ არ გაცდუნოთ თქვენი თავშეუკავლობის გამო. ნახეთ როგორ აფრთხილებს პავლე, რომ იმდენად ძლიერია ადამიანში ეს ლტოლვა ქალისკენ და კაცისკენ, რომ ცოლ-ქმარი დიდხანს არ გაშორდეთ ერთმანეთს. გაშორდით მარხვისთვის, ლოცვისთვის, მაგრამ მალევე დაუბრუნდით ერთმანეთს, რომ
ეს ერთმანეთთან კონდეთ ეს ბედნიერების განცდა სექსუალური ურთიერთობის და არ გაცდუნოთ სატანამ. ხო გასაგებია, პავლე რას წამს? გადრო? ღალატი რომ არ მოხდეს, ხომ? ხშირად ღალატი იმ დროს ხდება, როცა ცოლი სხვაგან ცხოვრობს, ქალი ქმარი სხვაგან ცხოვრობს და იქ ურთიერთობა აქვს ქალებთან, კაცებთან და მარტოა და იტყვის რომ შემიყვარდაო ვიღაცაო. კი არ შეუყვარდა. ის სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ურთიერთობა ქონოდა საპირისპირო სქესთან, რომ იმ დროს ვინც აღმოჩნდა მის გვერდზე, ეგონა რომ ის უყვარს. ხო ხშირად ასე ხდება. რადგან გვაფრთხილებს პავლე რომ ფრთხილად იყავით. ნახეთ შემდეგ რას ამბობს? თუმცა ამას გეუბნებით თქვენ როგორც ნებართვას და არა როგორც ბრძანებას. აი ის რო თქვა რომ მე მირჩევნია რომ ყველა ჩემსავით იყოთო, ეს უბრალოდ რჩევა, ნებართვა და არა როგორც მცნება და ბრძანება რომ ყველანი უნდა ბერები და მონაზვნები იყოთ. ამას ამბობს პავლე. შემდეგ ამბობს, რადგანაც მსურს რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს, მაგრამ თითოეულს თავისი მადლი აქვს ღმრთისაგან, ზოგს ასე და ზოგს ისე. ზოგი მონაზონია, ზოგი ერის კაცია, ცოლშვილი ყავს, ბევრი შვილი ყავს, ან არ ყავს შვილები, მაგრამ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, ესეც შეიძლება, მაგრამ ზოგს შეუძლია ის და ზოგს არ შეუძლია. შემდეგ ამბობს, მაგრამ თუ თავს ვერ შეიკავებენ, ნახეთ, უქორწინებელთა და ქვრივთა მიმართ კი ვიტყვი, ან უქორწინებლები ხო არიან ხანდახან, რომელსაც არში ვერ შექმნეს ოჯახი და ქვრივები, ვისაც მეუღლე გარდაეცვალა. იმათვის კი ვიტყვი, ჯობია თუ ისე იქნებიან, როგორც მე ვარ. ანუ მათ ერთხელ ყავდათ ოჯახი, ან არ გამოვიდა რაღაცის გამო, ხო თქვა, აი რაღაცის გამო ვერ შექმნა ადამიანმა ოჯახი და ხედავს რომ ეს არ გამოდის. პავლე ამბობს რომ მე ვთვლი რომ ჯობია რომ მაშინ ისე იყვნენ, როგორც მე ვარ. და ემსახურონ ღმერთს. მაგრამ თუ თავს ვერ შეიკავებენ და იქორწინონ, ვინაიდან ქორწინება ჯობს გახელებას, ასე ამბობს პავლე. ანუ ჯობს რომ აი ამ სურვილის გამო ჭკუა კონდეს დაკარგული და არაადეკვატურ მდგომარეობაში იყო, მაგას ჯობია რომ გათხოვდეს, შექმნა ოჯახი და იცხოვრო ოჯახში და კონდეს ეს ურთიერთობა. ხო გასაგებია. მაგრამ პავლე ამბობს რომ ეს არ არის ბრძანება, ეს არ არის აუცილებელი მცნება, ყველამ ისე გააკეთოს, როგორც მის ძალებშია. ეს გასაგებია. და შემდეგ ეს მეშვიდე თავი კორინთელთა პირველი ეპისტოლის საინტერესოა. შემდეგ ლაპარაკობს იმაზე რა უნაქნან როცა ქმარი ურწმუნოა, ცოლი მორწმუნეა, ან ცოლი მორწმუნეა, ქმარი ურწმუნოა, გაშორდეს თუ არ გაშორდეს. თქვენ თავად სახში წაიკითხეთ ეს მეშვიდე თავი კორინთელთა პირველი წერილის და ძალიან ბევრ ამას პავლე აქ გვეუბნება, აი როგორ უნდა მოიქცეთ, ან თუ მაგალითად მამას უნდა რომ მისი შვილი, ქალწული შვილი გაათხოვოს, ქალშვილს არ უნდა, აი როგორ მოიქცეს და აი ბევრ რჩევას გვაძლევს. მაგრამ აი აქ უკვე ქრისტე რა გვეუბნება, ვისაც შეუძლია ჩაწვდეს, რაც მე ვთქვი. ჩაწვდეს რას ნიშნავს? აი გერმანულში როგორ არის? wer fasten kann. ვისაც შეუძლია დაიტიოს. ვისაც შეუძლია დაიტიოს, რაც მე ვთქვი, ან გაიაზროს. გაიაზროს და ისე მოიქცეს. ხო? ანუ ფაქტობრივად ქრისტე ფაქტობრივად გაგვიწევთ უჯავრდება მოციქულებს. ეგრე თავქარიანად ნუიძახით ნუ ლაპარაკობთ ამას, რომ ცოლს არ მოვიყვანთ. შეგიძლიათ გაუძლოთ ამ ვნებას, ამ სურვილს შეგიძლიათ გაუძლოთ? არ შეგიძლიათ. ამიტომ უნდა მოიყვანოთ ცოლი, მაგრამ ვისაც შეუძლია რომ დათგუნოს, დაისაჭურისოს თავი ცათასასუფეველისთვის, იმან იცხოვროს ცათასასუფეველისათვის. და აქ თავდება ეს ქორწინებაზე საუბარი. მე-13 მოხლიდან. მაშინ მიგვარეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო და დაელოცა ისინი, მოწაფეები კი უშლიდნენ მათ. ხოლო იესომ თქვა, აცადეთ ბავშვებს და ნუშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისა ცათასასუფეველი. და დაადო ხელი და წავიდა იქიდან. ნახეთ, ეგ ძალიან ესეთ საგულისხმო შემთხვევაა, რომ როცა ერთხელ გეტყვის მოძღვარი და ერთ ყურიდან შეუშვებ და მეორეში გაუშვებ, მეორეთ უკვე გაგიჯავრდება შეიძლება, ხო? მოძღვარი ან მშობელი ან ვიღაც. ნახეთ, ჩვენ წინა თავში რა ვნახეთ? აი, მე-18 თავში რა იყო? როგორ იწყებოდა მე-18 თავი? ხო, ეკლესიაზე რო ლაპარაკობს ქრისტე, დაუძახაო ბავშვსო, ჩააყენა მათ შორის და უთხრა, აი ვინც არ იქნება ერთი ესეთი როგორ ბავშვი, ვერ შევა ცათასასუფეველში, ხო? და მთელი სწავლება იქ რომ ბავშვით უნდა იყოს, შეგეძლოთ ბავშვით პატიება, ბავშვით
მიტევება, ბავშვიც წრფელი უნდა იყოს, მთელი ეს ხო ელაპარაკა. მეორე დღეს თუ მესამე დღეს ბავშვებს არ უშვებენ მასთან. უთხრა რომ ასეთი ძვირფასია ბავშვი რომ თქვენთვის მაგალითი უნდა იყოს და ბავშვები უნდა მოიყვანონ რომ დალოცოს და არ უშვებენ. და პარალელურ ადგილებში წერია მარკოსთან და ლუკასთან 18-ში და 9-ში რომ განრისხდა უფალიო, გაუჯავრდაო რომ ნუ უშლით ბავშვებს ჩემთან მოსვლას. მაგრამ მაგნაირი არ გახსოვთ რა გელაპარაკეთ ამას წინათ? მაგნაირებისა სათასაზრდოელი მოუშვით ჩემთან ბავშვები და რომ მოვიდნენ ასე წერია პარალელურ ადგილებში რომ ჩაეხუტაო, მოეხვიაო ბავშვებიო, მოეფერაო და დალოცაო ისინი და მერე წავიდა იქიდან. ანუ ქრისტეს ძალიან უყვარდა ბავშვები, იმიტომ რომ ბავშვი არის მაგალითი როგორი უნდა იყოს ადამიანი. აი, ნახეთ ეს სიტყვა მოუშვით ბავშვები ჩემთან და ნუშლით, აცადეთ ბავშვებს და ნუშლით ჩემთან მოსვლას. დღეს რას გვეუბნება მშობლებს ეს ფრაზა? აცადეთ ჩემთან მოსვლა და ნუშლითო. რას გვეუბნება დღეს? უნდა ქრისტესთან მიუშვა ბავშვი. გაგებით რომ ასწავლო, აზიარო ქრისტეს მოძღვრებას, წაუკითხო აქედან, ელაპარაკო, ტაძარში მოიყვანო, ხო? მოასმენინო ეს ლოცვა, გალობა, ქრისტეზე საუბარი, ქრისტეს გახსენება, ხო? ანუ შენ თუ შენი შვილს ისე ზდი რომ ეუნები რომ არა, შენთვის არ ძალია იქ არავის, შენ ღმერთს შენთვის არის, შენ თო გაიზდები, მე შენთონი. ნიშნავს რომ შენ იგივე სიმეორებ. როდესაც განრისხდა ქრისტე რომ მოუშვით ჩემთან ბავშვები. ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ხო? ამიტომ აი მე ჩემ თავს ხშირად ფიქრობ ხოლმე, როგორ დამნაშავეები ვართ, რომ უფრო მეც ვერ ვაძლევ ჩვენ შვილებს, რომ უფრო მეტი უნდა ველაპარაკოთ, მეტი უნდა აუხსნათ, ამიტომ აი გაკვეთილებზე მეც დავიწყე ბავშვებთან სიარული, რომ მეტი, იმიტომ რომ ახლა ითვისებენ ისინი ყველაზე მეც. გესმით? აი თქვენს მშობლებმა აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს. უკითხეთ სახარება, აი ხო მომიყოლია ხოლმე თქვენ მოიყოლია თქვენთან რომ აი ჩემი შვილები პატარები რო იყვნენ, მე ფიქრობდი აი როგორ წაუკითხო, როგორ გავაგებინო, როგორ და მოვიფიქრე ესეთი ხერხია. კიდე გავიმეორებ, ადრე გითხარით მე მგონი რომ მანქანაში რომ ისხდნენ ხოლმე ჩემთან, აი მიყავდა ბაღში. ან მიყავდა სკოლიდან სახლში, ან მიყავდა კალათბურთზე რაღაცა. ბიბლიიდან კითხვები მქონდა მომზადებული და მეტყვი ბავშვებო, აბა აი ქრისტემ ეს რო თქვა, რას ნიშნავს? აი ეს რო თქვა ქრისტემ აი ესეთ ეს ფრაზა. აბა ვინმე თქვის რას ნიშნავს? თქვენ როგორ გესმით? და ატყდებოდა ერთი ამბავი, არა მე ვიცი, არა მე, არ პატარები იყვნენ, გესმით? და აი ასე ის ამუშავდა მათ გონებაში ღმერთის სიტყვაზე როგორ უნდა იფიქრონ. როგორ უნდა განმარტონ, როგორ უნდა გამოთქვან საკუთარი აზრი, გესმით? და მე რო გაიზარდნენ, უკვე თვითონ დაიწყეს კითხვა იმ სახარების და თვითონ ღრმად უკვე ფიქრობენ, გესმით? ბადრო? რა თქმა უნდა, ხო და ზუსტად ჩემი შვილი იმ დღეს მეუბნებოდა რომ იქაო რაღაც ფორუმიაო, ქრისტიანული ფორუმიო და ხშირად ზის და უსმენს ხოლმე კამათს, თუნდაც ერევა ხოლმე კამათებში, რაღაც თეოლოგიურ საკითხებზეა ხოლმე და მეუბნებოდა რომ აი რა კითხვები მაქვს, რა იქ რაღაცა იყო, ვერ გავიგეო და ეს როგორ არისო ჩვენ გესმით? რატო ზის იმ ფორუმში? იმიტომ რომ ბავშვობიდან მიეჩვია მაგაზე თუნდაც კამათს, თუნდაც მსჯელობას, გესმით? და ეხლა რომ გაიზარდა, უკვე 19 წლისა ეხლა უკვე თავის ტოლებში ხედავს რომ საკამათო საკითხებია რაც უნდა განმარტონ, გესმის? ბავშვობიდან მოდის ეს ყველაფერი. ამიტომ ბავშვობაში არ უნდა დააბრკოლო ბავშვი რომ არ მიუშვა სახარებასთან. ხო ახლა ქრისტესთან როგორ გამივა თუ სახარება არ იქნება. ამიტომ აი ეს მონაკვეთი ამას ნიშნავს. და წავიდა იქიდან და აი ხა შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია. მე ნახეთ აი ეს აქა ვართ ახლა დიდარი მთავარი და ცხოვრება საუკუნო. აი ახლა არის ეს შემდეგი მონაკვეთი. და აჰა, ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა მას: "კეთილო მოძღვარო, რას იკეთებ ქმნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?" ხოლო მან მიუგო: "რად მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი გარდა ერთის ღმერთისა, ხოლო თუ გსურს შეხვიდე სიცოცხლეში, დაიცავი მცნებანი." უთხრა მას: "რომელი?" ხოლო იესო მიუგო მას: "არა კაცკლა, არა იმრუშო, არა იპარო, არა ცილისწამო, პატივი ეცი მამასა შენსას და დედა შენსას და შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი." უთხრა მას ჭაბუკმა: "ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმიდან, რაღა მაკლია მე კიდევ?"
იესო მიუგო მას, თუ გინდა რომ სრულქმნილი იყო წადი, გაყიდე რაც გაბადია, მიეცი გლახაკებს და გექნება საუნჯეცაში. მერე მოდი და გამომყევი მე. ეს სიტყვა რომ მოისმინა, ჭაბუკი დაღონებული წავიდა, რადგან ძალიან დიდარი იყო. ხოლო იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, დიდარი ძნელად თუ შევათ სათასასუფეველში. ამასაც გეუბნებით თქვენ, აკლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნჩში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში. ეს რომ მოისმინეს, მოწაფეები ძალზე განცვიფრდნენ და თქვეს, კი მაგრამ ვიღაც ხონდება. შეხედა იესომ და უთხრა მათ, ეს შეუძლებელია კაცთათვის, ღმერთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია. ვინ იყო ეს მდიდარი მთავარი? ახალგაზრდა კაცია, პარალელურ ადგილებში წერია რომ აქ წერია მთავარი, იქ წერია მთავარი. მთავარი ერქვა, რომელიც სინედრიონის წევრი იყო. იყო მთავარი, ახალგაზრდა და სინედრიონის წევრი და ძალიან მდიდარი. იმიტომ ჩვენ ხო ვთქვით რომ ისრაელში, ძველ აღთქმაში, ისრაელში მათი მოძღვრების განმარტებით ვინც მდიდარი იყო, მასზე იყო დიდი ლოცვა კურთხევა ღმერთის. ესმით? აი, ღარიბი, სიღარიბე ითვლებოდა ყველაზე დიდ უბედურებად, რაც კი შეიძლებოდა ადამიანს ქონოდა. ხო? აი დღეს ხო ჩვენ ვამბობთ ხოლმე რომ ებრაელების ყველა მდიდრები არიან, ხშირად არიან მდიდრებიო, ხო? რატომ არის მასე? იმიტომ რომ ეს ძველი აღთქმისეული რწმენა მათში ისევ, გესმით, რომ ღარიბი არ უნდა იყოს, შენ თუ ღვთისაგან კურთხეული ხარ, მდიდარი უნდა იყო, შეძლებული უნდა იყო. გესმით? აი მათი მოძღვრები ასე განმარტავდნენ, რომ ეს არის აი ადგილით შემიძლია გითხრათ გამოსვლათა წიგნის განმარტება ხო აქვს თალმუდში გამოსვლათა წიგნის განმარტება და იქ წერია ეს განმარტება რომ სიღარიბეო ყველაზე დიდი უბედურებაო შეგვიძლია შევადაროთო კეთროვანებასო და სიბრმავესო აი ეს კეთროვანობის დროს მკვდარია თითქმის ადამიანი და ბრმარო ადამიანი მკვდარივით არის ხო ვერაფერს ვერ ხედავს აი სიღარიბე ასე დიდი უბედურებაა და იობის წიგნში იობის მრავალტანჯული იობის წიგნი როა ბიბლიაში აი ესე განმარტავენ ეხლა სიტყვას თუ აღარ მინდა გაგიკითხოთ აქედან იქ წერიაო რომ ღმერთმა რომ მივიდა სატანა ხო გახსოვთ ზეცაში და ეუნება რომ ვერთ ეუნება ნახე ჩემი მორჩილი იობი როგორი მართალი კაცია ხო ყავს მას 10 ვაჟი 10 ასული მრავალ 1000 საქონელი ცხარი ძროხა ხო ვირები აკლემები და სატანა ეუნება რომ მას რადგან დიდარიაო და ყველაფერი აქვსო იმიტოაო ღვთის მორწმუნეო და იმიტოა შენი ერთგურიო აბა გაიწოდე ხელი ერთი შენ და შეახე მის სიმდიდრესო თუ პირში არ დაგიწყებს გმობასო შეახე მასო და მართლაც ღმერთი დაუშვებს რომ დაკარგოს იობმა ყველაფერი დაკარგავს ყველაფერს იტყვის რომ ღმერთმა მომცა ღმერთმა წაიღო და შემდეგ ხდება ისე რომ სნეულება უჩდება იობს და აუტანელ ტანჯვაშია და აი რომ სნეულება რო გაუჩდება მაშინ დაიწყებს გლოვას და ამბობს რომ ღმერთო როგორ მოგწვდე როგორ მოვიდე შენამდე რომ გავიგო პასუხი გავიგო იმაზე რაც მჭირს და მისი მეგობარიო ეს განმარტავენ ისინი ის მეგობარი ეუნებაო რომ თხილადო ღმერთს ნუ სწოდავო შენ თვითონ როცა კითხესო ანუ მათი მოძღვრები ამ იობის წიგნში ეს არ წერია, მაგრამ მათი მოძღვრები ასე განმარტავდნენ, რომ როცა ღმერთს უნდა და დაეშვა იობზე ეს განსაცდელიო, ღმერთმა კითხა იობსო, რომელი გინდაო? სიღარიბე გინდაო თუ სნეულებაო? რომელი გინდაო? და მან უთხრაო იობმაო, რომ ოღონდ სიღარიბე ნუ იქნებაო და სნეულებაზე ვარ თანახმაო. ოღონდ სიღარიბე ნუ იქნებაო. გესმით? რომ სიღარიბე ეთქობა და დიდ უბედურება, ძალიან დიდ უბედურება, ხო? და როცა დასნეულდა, მაშინ დაიწყო უკვე ისა ტირილი, რომ აი ვეღარ იტანს ამ ტკივილებს, ხო? იჯდაო ნაცაში და ძაძაშიო და იკაწრაოდაო თიხის და შუშის ნატეხებითო წყლულებსო. და იმან უთხრა ელიჰუმო მისო მეგობარმო, თხილათო ღმერთს ნუ სწოდაო, შენ თვითონ აირჩიო ასეო? შენ თვითონ აირჩიო, იმიტომ რომ შენ თქვი რომ სნეულებაო მირჩევნია
სიმდიდრის დაკარგვასო. ამიტომ აიტანე ახლა ეს რაც გაქვსო, გესმით? ამიტომ ასეთი შეხედულება იყო. ეს მდიდარი ჭაბუკი რომ მოვიდა, მთავარი ძალიან დიდარი უკიდურესად, იმიტომ რომ მთავრებს ჰქონდათ ხოლმე რაღაცა მათი ხელობა, ხო? აი მაგალითად ცნობილია რომ ერთ-ერთი მათი დიდი მოძღვარი თან ის იყო აი ჰილელზეა ცნობილი, ჰილელი რო ვახსენეთ ზეღარეს. ჰილელს ცნობილია რომ ის იყო ტყის მჭრელი, ხეებს ჭრიდა. ეს ფირმა ჰქონდა ასე რომ ვთქვათ, ამ ტყის მჭრელების და ამითი ძალიან დიდ შემოსავალს ნახულობდა. და ეს ჭაბუკი ხო რა შემდგომარეობს რომ რა ვქნა, რა საქმე ჩავიდინო, რა საქმე გავაკეთო რომ მარადიული სიცოცხლე მქონდეს, ხო? სწორი მართებული კითხვაა თუ არა ეს? აი პირველი კითხვა ესე დავსვათ. აი ამ ჭაბუკმა იკითხა მოძღვარო სახიერო, კეთილო მოძღვარო, რა გავაკეთო რომ დავიმსახურო მარადიული სიცოცხლე? კითხვა სწორია თუ არ არის სწორი? სწორია? სხვის ხო, მაგრამ რა საქმე აღვასრულო, რომ შევიდეს ასუფეველში? ხო, მაგრამ ქრისტე მაგას გამოსასწრებლად ეუნება. პასუხი ქრისტეს ბოლოს სხვა არის. ხო? ანუ კითხვა არ არის სწორი. იმიტომ რომ ვერც ერთი კაცი, ვერც ერთი ქალი, ვერც ერთ საქმეს ისეც ვერ ჩაიდენს, რომ დაიმსახუროს მარადიული სიცოცხლე. მარადიული სიცოცხლე არის ღმერთისგან. ის ჩუქნის მხოლოდ ამას, გესმით? რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვეთხოვება, რომ ცოდვას მოვერიდოთ, მაგრამ კეთილი საქმე აღვასრულოთ, მაგრამ ჩვენ დავიმსახუროთ ჩვენი საქმეებით ცათას აზუფეველი აბსურდია, არ გამოვა. იმიტომ რომ ყველა ვცოდავთ მაინც, ხომ ასე? ყველას მაინც რაღაც გვეშლება, ყველა მაინც რაღაცა ვცოდავთ. აი ამ ჭაბუკის თავს ზუსტად ეს გამოჩნდება, რომ მას კი გონია, რომ აი კიდე რაღა აქვს, კიდე რაღა დარჩა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დიდ დამოკიდებულებაშია ამ სამყაროსთან მიწიერთან ცოდვასთანაც საბოლოო ჯამში. ბატონო? ებრაელი იყო. ზუსტად, მაგრამ ებრაელები მაგაში ცდებოდნენ ზუსტად, რომ მათ აი ეს მცნებების დაცვა კი, მაგრამ ბიბლია თავად მაგას გვეუბნება, ძველი აღთქმა მაგას ჩვენ გვეუბნებოდა უკვე, რომ თქვენ არ შეგიძლიათ დაიმსახუროთ. აი მაგალითად რა სად? ლევიანთა წიგნში ეწერა, რომ დაიცავით ჩემი მცნებები და სამართალი. ეუბნება ლევიანთა წიგნი არის მოსეს მესამე წიგნი, ხო? დაიცავით ჩემი მცნებები და სამართალი. ვინც დაიცავს ამ მცნებებს, იცოცხლებს. რას ნიშნავს იცოცხლებს? ის არ უნდა მოკვდეს წესით. ის არ უნდა მოკვდეს. ხო, მაგრამ ის ჭაბუკი უკვდავი ხომ არ იყო? ის მთავარი უკვდავი ხომ არ იყო? მას კი გონია რომ ყველაფერი დაიცვა, მაგრამ რჯული ასე ამბობს პირდაპირ. ვინც დაიცავს ყველა ამ ჩემ ცნებას, იცოცხლებს. ანუ მარადიულ სიცოცხლეს. კი. იცავ, მას ეგონა. მაგრამ მის კითხვაში მდგომარეობ არის ცოტა ირონიაც, გარკვეულწილად. ირონიაც, რომ მე კიდევ რაღა. ხო, ამან უნდა რომ დავდავდო შენ უკვე გაქვს აცასუფეველი, ხო? მაგრამ ის თქვა მინდოდა მე ლევიანთა წიგნში ხომ წერია რომ ვინც დაიცავს ამ რჯულის, რამდენი მცნება იყო რჯულში? 613 მცნება. 613 მარტო 10 მცნება კი იყო, 613. ვინც დაიცავს ყველა მცნებას, იცოცხლებს. მაგრამ რომელ სიცოცხლეზეა ლაპარაკი? არ უნდა მოკვდეს. აი როგორც ადამი და ევა 60-ის ბაღში არ უნდა მომკვდარიყვნენ, ხო? რომ არ შეეცოდათ. ესენი ვინც დაიცავს ამ ყველა მცნებას არ მოკვდება. მაგრამ ისრაელში ვინმე იყო, ვინც არ მოკვდა? ყველა კვდებოდა. ანუ ყველას ვინ იყო ისრაელში, ვინც არ მოკვდა? არა. ილია წეცე ატაცებული იყო ცოცხლად, ხო? მაგრამ არა, ვინც დაიცვა რჯული ხედმიწევნით და არ მოკვდა. იესო ქრისტე. ზუსტად მაგაშია, რომ ერთადერთი ვინც სინამდვილეში ზედმიწევნით დაიცვა რჯული და ამიტომ აღდგა მკვდრეთით იყო იესო ქრისტე. ანუ არ მომختარა. კი, მაგრამ მას ხომ უნდა ქონდეს მხსნელის მოლოდინი. ის ხომ უნდა ეძებდეს იესო ქრისტეს, რომ შენახარ ჩემი მხსნელი. ყველა მოკვდა, ხო? მოსეზე დიდი ვინ ყავდა და აბრაამზე დიდი ვინ ყავდათ, მაგრამ ისინი ხო დაიხოცნენ. ესე იგი უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ცნებებს ვერავინ ვერ იცავს ბოლომდე.
ანუ ყველა კვდებით, ანუ ვინ გვჭირდება? ხსნელი გვჭირდება, მესია, მაშიახი გვჭირდება, ქრისტე გვჭირდება, ვინ ჩვენ გამოგვიხსნის ამ სიკვდილისგან. და ქრისტემ იმით დაადასტურა, რომ ის ამხსნელი, რომ ის აღდგა ყდრეთით. ანუ არ მოკვდა, ხო? იცოცხლა მან მარადიულად. და მოძღვარო სახიერო რატომ ეუნება? მოძღვარო ებრაელებში ეს კეთილო, ან კარგო, კეთილო მოძღვარო. კარგი, აი სახიერი ითქმოდა მხოლოდ ვიზე? ღმერთზე. ხო, აი ფილოსოფიაშიც ხომ არის ეს ცნება, რომ შემდეგ ბერძნებსაც აქვს ეს ცნება, რომ უმაღლესი სიკეთე, პლატონი ამბობს მაგალითად, რომ უმაღლეს სიკეთეს რომ მიუახლოვდეთ და ღმერთს არ ამბობს. ღმერთს არ გამოთქვამს, რომ ღმერთია. უმაღლეს სიკეთეს როგორ მიუახლოვდეთ, ის არის ღმერთი საბოლოო ჯამში, ხო? ხო? ამიტომ და ქრისტე ეუბნება, რომ რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი გარდა ღმერთისა. რატომ უნება ქრისტიანს? იმიტომ რომ შენ თუ მე მიწოდებ კეთილო მოძღვარო, კარგო მოძღვარო, მაშინ უნდა მიიღო კიდევაც ის, რომ ღმერთი დგას შენს წინაშე. წამს ამის, ბატონო? კეთილო მოძღვარო, მაგრამ ქრისტე ეუბნება, რომ თუ შენ მე კეთილს მიწოდებ, ესე იგი ღმერთია შენს წინაშე. ხო? კეთილი ხო ღმერთს ეკუთვნის. და ქრისტე ეუბნება მას, რომ დაიცავი ცნებები. ეხლა ქრისტეს საუბარი მიდის იქითკენ, რომ ჭაბუკი მიხვდეს, რომ ის ვერ იცავს ცნებებს. აი ამაშია საქმე. დაიცავი ცნებები, რომელი ეუბნება ის და ქრისტე ჩამოუთვლის ამ ცნებებს, ხო, ცნობილი ცნებები, რომ 10 ცნებიდან ერი ესენი. არა იმრუშო, არა კაცკლა, არა ცილისწამო, დედეთ მამას პატივი ეცი და გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი. ხო, აი ჯულის გული, რაც დღეს ვილაპარაკეთ. გიყვარდეს შენი თავი, როგორც შეგიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი, ეს იყო ლევიანთა მე-19 თავში იყო თავარი ცნება რჯულის იმასთან, ღმერთის სიყვარულთან ერთად. ეს კაცი ეუბნება, რომ ყველაფერი დაცული აქვს, ხო? და ქრისტე ეუბნება, მაშინ წადი, ყველაფერი გაყიდე, მიიდე ციგ ლახაკებს და მოდი და ჩემი მოწაფე გახდი. და ის ამას ვერ ასრულებს. ხო? მაგრამ ამავე დროს მან თქვა, რომ ყველა მცნება დაცული აქვს. ბატონო? დიახ. ხო, მაგრამ ის თუ გაყიდა ღმერთის გულისთვის ყველაფერს, ის ნიშნავდა, რომ ის გახდებოდა ქრისტეს მოწაფე. ის ქრისტეს მოწაფე უნდა გამხდარიყო. ის გახდებოდა დაემოწაფებოდა მას და მის მოძღვრებას იწამდა და აქედან ექნებოდა მას სიცოცხლე. ჩვენ ქრისტიანები ხო ამბობთ, რომ ქრისტეს მოძღვრებით ჩვენ მარადიულ სიცოცხლეში შევდივართ, ხო? ჩვენც დავიხოცებით, რა თქმა უნდა. არა, ჩვენც დავიხოცებით ახლა, მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ სიკვდილის შემდეგ აღდგებით მკვდრეთით მეორედ მოსვლისას და შემდეგ შევალთ მარადიულ სიცოცხლეში. აი ამ გზაზე უნდა დამდგარიყო ეს მისი ეს ჭაბუკიც, მაგრამ სიმდიდრე ძალიან უყვარს. ხო? ნახეთ, აი ხა, ბატონო? სიმდრის ქონა? კი, იმიტომ რომ დამოკიდებული ხარ სიმდრეზე. მთელი შენი გონება, ხო, მდიდარს ზუსტად იმ მდიდარზეა ლაპარაკი, როცა შენი გონება და მთელი შენი არსება და ფიქრი იმ სიმდრესთან არის. იგმაზე ხარ მიჯაჭული, ხო? თითქმის ყველა მასეთია. თითქმის ყველა მასეთია, ვისაც დიდი სიმდრე. თითქმის ყველა მასეთია. ჩვენ გონია რომ ეს მასე არ არის, მაგრამ თითქმის ყველა მასეთი. თქო, მაშინ ღმერთი ამას არ იტყოდა. აი, იმიტომაც ამბობს რომ ბოლოს რომ აკლემი უფრო ადვილად გაზრება ნემსის ყუნჩი, ვიდრე მდიდარი. ხო? შეუძლებელია. იმიტომ რომ ხო. ხო. კი, მივართ მაგამდეც. მოდი არ გაუსწროთ, თორე გამოგრჩება, კარგი რაღაცები გამოგრჩება. მაგრამ მოყურეთ, აი ახლა ამ ჭაბუკის პრობლემა რა შედგომარეობს? უყურეთ, 10 მცნება. რომელი მცნებით იწყება? მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენ და ღმერთნი ჩემს გარეშე, უცხო ღმერთები. ხო? ანუ შენ ყველაფერი უნდა დათმო ღმერთის გულისთვის. თუ შენ მოხვედი და მას ეუნები კეთილო, ანუ ღვთაებრივო მოძღვარო. აი რა გავაკეთო რომ დავეკვიდრო სიცოცხლე? მაშინ რატომ არ თმობ ყველაფერს იმას, რასაც ეს გეუბნება? გესმით? პირველ მცნებას არ ღვევს. ღმერთის გულისთვის ის ვერ თმობს
მამონას, მიწიერ სიმდიდრეს, ხო? ანუ სხვა ღმერთები არ იყოს შენთვის ჩემს გარეშეო, ფაქტურად მისი ღმერთი ის სიმდიდრეა, ის ფულია, ის ძვირფასია. ისე უყვარს რომ აი იმ მოძღვართანაც კი რომელსაც მოძღვარო სახიერო უწოდა, ვერ დარჩება, იმიტომ რომ ის სიმდიდრე რა უყოს იმ სიმდიდრეს. და მეორე, ბადრო? რა თქმა უნდა. ხოდა მეორე შეიყვარე მოყვასი შენი როგორც საკუთარი თავი. საქმით რას ნიშნავს ეს? როგორ ისრაელში გლახაკები და ღარიბები არ იყვნენ, კაცო, იმ დროს? როგორ შენ თუ შენი თავისთვის გინდა ეს სიმდიდრე, იმათვის რატომ არ გინდა? ამიტომ ეუნება ქრისტე რომ შენ თუ რჯულს იცავ და იცავ იმ ცნებას რომ გიყვარდეს მოყვასი როგორც შენი საკუთარი თავი, გაუნაწილე მოყვასებს ეს. აი ერთ მცნებაში უკვე იმსხრევა მთელი მისი ეს წარმოდგენა რომ ის იცავს ყველა მცნებას. როგორ იცავ შენ კაი კაცო, ამდენი ოქრო ვერცხლი შენახული გაქვს სახში. და უპოვარები, კეთროვნები, ღატაკები, გლახაკები, ბრმები ზიან ტაძართან და იმათ რატომ არ აძლევ? გესმის? წადი, გაყიდე იმ გაყიდვაში კი არ არის პრინციპი. გაუნაწილე მოყვასებს. დაურიგე იმათ, მათ სიცოცხლეს მიეცი და მე გახდი ჩემ მოდი წავუმყევი, ხო? აი თქვენ რომ ბძანეთ რომ დღეს რატომ არ შეიძლება დიდარი იყოს და კაკეთილი იყოს. როგორ როცა შენ აი დღეს მოკვდა ბავშვი, რომელმაც ოპერაცია ვერ გაიკეთა. გასაგებია, მაგრამ ხო დარჩა კიდევ ვიღაც. ხო დარჩა. აი დღეს მაგალითად გარდაიცვალა ბავშვი საქართველოში ღმერთმა დაიპაროს რომ აი ვერ გაუკეთეს სასწრაფო ოპერაციებს რომ ფული არ ქონდათ. როგორ შეიძლება ის მილიონერი დღეს მართალი იყოს ღმერთის წინაშე, რომელმაც არ აიღო ის 200,000 ევრო და არ მისცა იმ ბავშვს. ანუ უკვე ტყუანია მის წინაშე, ხომ? აი ესაა პრინციპი. დიდარი ვერ შევა, იმიტომ რომ დიდარი ყოველთვის უსამართლობას ჩადის ამ გაგებით, რომ მას ძალიან ბევრი აქვს და არ უნაწილებს იმას, ვისაც მართლა სჭირდება. ხომ ასე? აი როგორ შეიძლება ამას სხვა აზრი იყოს ამას? შეუძლებელია. ვის უნაწილებს? ვის? აი ვის? მაშინ როგორ შეიძლება შენ საბანკო ანგარიშზე გქონდეს სიტყვაზე 100 მილიონი, თუ სხვას უნაწილებს? აი როგორ? როგორ უნდა გქონდეს? ბადრო? როგორ? ხო, რაც მას აინტერესებს, გეთახმები, რაც მას აინტერესებს, კი ბატონო. რაც მას აინტერესებს, იმაში იხდის უნაწილებს, მაგრამ ეგ არ არის სახთოს იკეთე, ხომ ასეა? ეგ არის. გასაგებია, მაგრამ ხომ მომხდარა, რამდენჯერ მომხდარა, რომ მოკვდება ადამიანი, გარდაიცვლება და რჩება ამდენი სიმდიდრე, ხო? ხო რჩება. როგორ ასე ისე უნდა მოკვდე, რომ ეს დარჩეს? ეგ არ არის იგივე, როგორც ის. ეგ არ არის იგივე. თუმცა ჩვენს მოგვეთხოვება, რომ ჩვენის დალების და შესაბამისად სიკეთე ვაკეთოთ, მაგრამ ეგ არ არის იგივე, როგორც უკიდურესად დიდარი ხალხი, ხო? აი ჩვენს პარლამენტში მაგალითად მილიონერები ზიან, ალბათ ნახევარი, ხო? როგორ შეიძლება ასეთი ღატაკი იყოს ქვეყანა, როცა ამდენი მილიონერი ზის კანონმდებლობაში, კანონს ქმნის ის ადამიანი და ამდენი ღატაკი და გაჭირვებულია, ხო? მე თვითონ ვიცნობ ადამიანებს, ვინც ურნალობის, უქონლობის გამო დაიღუპა. ან განათლებას ვერ იღებს ბავშვი, ხო? აი მაგალითად, აი ძალიან საგულისხმოა. აი ჩვენ ხო არიან აუტისტი ბავშვები, ხო არიან ჩვენთან. აი ვისაც ჭირდება, მაგალითად მონტესორის სკოლები როა, ხო? მეორე არის კიდევ ისა ვალდორფის სკოლები, მონტესორის ჩვენთან არიან ბავშვები, ვისაც ენატრებათ, რომ აი ამ ესეთ სკოლები იყოს. არ არის, გესმის და ეხლა წარმოიდგინე მილიონერი ხარ რა, 500 მილიონი გაგიგდებს. როგორ? აი მოდი იფიქრე, რომ აი ამ ბავშვებს, მოდი მე დავაფინანსებ, ჩამოვიყვან მასწავლებლებს, ვასწავლი, აღვზდი რაღაც და აი ამ ბავშვებს გავხსნი ამ მონტესორის სკოლას, ხო? რომ მართლა ბავშვი უჭირს ბავშვს, გესმის? სკოლაში ისე განსხვავებულია და ვერ იმ კლასთან ვერ ეგუება, ვერ სწავლობს, ხო იჩაგრება. რა გული გიძლებს შეკაი ადამიანა, რომ ამდენი ფული გიდევს და ამ ბავშვებს არ ეხმარება. ზუსტად? ბევრი რამ, მაგრამ მაგას ჭირდება მუშაობა და ფინანსები.
ფინანსები ჭირდება და მუშაობ. ხო და აი ამ დიდარი ჭაბუკის პრობლემაც ეგ არის, რომ დაუბრუნდეთ იმას, რომ ქრისტეუნება თუ იცავ მცნებას, რომ გიყვარდეს მოყვასი, წადი დაურიგე მოყვასებს და მოდი და ჩემი მოწაფე გახდი, ხო? ჩვენსავით წამოტყევი და გაავრცელე სახარება, საცასუბრილის სახარება და წავიდე დამწუხრებული, იმიტომ რომ არ შეუძლია ამის გაკეთება. გესმით? არ შეუძლია. თუმცა მარადული სიცოცხლე უნდა, თუმცა ქრისტე მოსწონს, პარალელურ ადგილებში წერია, რომ ქრისტემ შეხედაო ამ ჭაბუკსო და შეუყვარდა, მოეწონაო, რა კარგი ჭაბუკი იყო, მოეწონაო. ქრისტესაც სიმპათია გაუჩნდა მის მიმართ, რომ უნდოდა რომ მართლაც დამოწაფებოდა მას. და სიმდიდრის გამო ვერ შეძლო ეს. და მეტი იმ ჭაბუკზე არაფერი აღარ არის ნათქვამის სახარებაში. არ ვიცით, შეიძლება გადარჩა, შეიძლება ვერ გადარჩა და წარწყდა, მაგრამ წავიდა და ქრისტემ შეხედა წუხარებით ამბობს, რომ აი როგორც აკლემი ვერ გავანებს ეს კუნჩი, ისე მდიდარი ვერ შევაცაცა სასუფეველში, ხო? და აი რაც თქვენ თქვით, რომ ნახეთ ზოგ თარგმანებში თქვენ რომ შეგხვდეთ და იცოდეთ, აი კამელოს არის ბერძნულში აკლემი და კამილოს ითი არის საბენი, ბაწარი, თოკი. კამელოს და კამილოს და ზოგჯერ თარგმანებში მე ეს სიტყვა შეცვალეს, ვიდრე რომ აკლემს არ იტყოდაო იესო ქრისტეო ამ თარგმნელმა თქვა, ალბათ თოკი თქვაო, რომ ნემსის კუნჩიო და კამილოს დაწერეს, მაგრამ ვერც თოკი ვერ გავა ნემსის კუნჩს ხომ ესეა, მაგრამ კამელოს თქვა უფალმა, რატომ იცით? ისრაელში იმ დროს, იმ სამყაროში, ანტიკურ სამყაროში კაციანი აკლემი იყო სიმაღლის საზომი ერთეული. აი მაგალითად თუ ტოტები გადმოსული იყო ეზოდან გარეთ, ისე უნდა მოეჭრა პატრონს, რომ აკლემიან კაცს გაევლოში, ანუ ეს აკლემი არის საზომი რაღაცაში რომ უნდა გაეტიოს. აი ეს რაც შენ თქვი, მე აი ამას, აი თქვენ რაც ბრძანეთ, ქალბატონმა რაც ბრძანა, ადამიანები ფიქრობდნენ, ეკამათებოდნენ ამას, როგორ კაცო მდიდარია, როგორ არ შეიძლება ცხონდეს. აქ მაგაზე კი არა ლაპარაკი. ქრისტემის თქვა, რომ აი უნდა დაუმდაბლდეთ, აი ისრაელშიო გალავანში იყო ცალკე პატარა კარიბჭეო, სადაცო იერუსალიმის გალავანში, სადაცო ღამე რო იკეტებოდა ეს გალავნის კარებები, აღარავის აღარ უშვებდნენ, მაგრამ ერთი იყო შესაძრომი ადგილიო, სადაცო აი ხო. და იქ იერუსალიმის გალავანში იყო ეს კარიბჭე, სადაც აკლემის კარიბჭე ერქვა, ნუ თავი დაგეხარა შესაძლოა, მაგრამ ეს ყველაფერი არის ამისი გადამღერება, გამართლება იმისი, რომ შეიძლება სიმდიდრე გქონდეს, მაგრამ გადავშეთ. არ არის ეს. ქრისტე პირდაპირ ამბობს, აი ქრისტე ხო ესეთ მაქსიმებს გვაძლევს, ხო მაქსიმალური მცნებაა, რომ არა, დიდარისთვის თითქმის შეუძლებელია სასუფეველში შესვლა. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ის როგორც კაცი, ქრისტე ხომ ადამიანიც იყო, დიდარი იქნება. აი ყოველდღე მუჰამედი მაგალითად ძალიან დიდარი კაცი იყო, ხო, ისლამის ფუძემდებელი. ქრისტე იყო გახაკი, ასე ვთქვათ, გონელი სახლიც კი არ ქონდა მას, იმიტომ რომ ეს არის გზა, რომ თავისუფალი უნდა იყოს სიმდიდრისგან. ჩვენ ხომ ეს გვითქვამს ხოლმე, რომ აი წარმოიდგინეთ, ჩვენ ეს საშიშროება გამოცდილი არ გვაქვს და იმიტომ ლაპარაკობთ ესე თამამად. აი ძალიან უკიდურეს სიმდრის პატრონი რო იყო წარმოიდგინე. მთელი შენი გონება და ფიქრი იმაზეა მიმართული, რომ რა იქნება ხვალ? შევინარჩუნებ? სად შევინახო? იქ, აქ, იმ კუნძულებზე, სადღაც ოფშორებში, თბილისის საქართველოს ბანკებს ვენდო, შვეიცარიის, შეიძლება იქ მომპარონ, წარმართო. გესმით და უკვე არანორმალურ მდგომარეობაში. კონცენტრაცია სხვაგან არის, ამაზე ხარ მიჯაჭვური. ამას ამბობს ქრისტე, რომ დიდარისთვის ძალიან ძნელია, რომ ღმერთზე იფიქროს. ამიტომ პური ჩვენი არსობის არის ყველა ტკბილი, დიახ? რა თქმა უნდა. აბა სიღარიბე არ არის თვითმიზანი. თვითმიზანი სიღარიბე არ არის, რა თქმა უნდა. მაშინდელი გადმოსახედი ხო ყველა იმაში დიდრები გამოდიოდა. თარცეთია რომ კი, ეხლა ჩვენ ისე ცხოვრობთ და ყველა დიდრები ვართ. ჩვენი პირობები მაგას ამბობს, მაგრამ კი. მაშინ ყველას გვეხება. ყველას გვეხება რა. ყველას ვისაც შეგვიძლია ზუსტად შეგვიძლია, მაგრამ იცი შესაძლებლობების სხვადასხვანაირია, ხო? შესაძლებლობების სხვადასხვანაირია. მაგრამ აი მამაო ჩვენში რომ პური ჩვენი არსობისა, აი პური ჩვენი არსობი ჩემს აი იმ საკმარის, იმ სამყოფს, ის სახლით შედის ამაში.
სახი ჭერი ხო გვირდება თავზე, პური ჩვენი არსობით ამასაც მოიცავს და ამიტომ ეს ჭაბუკი წავიდა და გაშორდა უფალს. ეს რომ მოისმინეს მოწაფეებმა, საინტერესო რა არის. მოწაფეებმა რომ ეს მოისმინეს, თქვენს რომ კი მაგრამ მაშინ ვიღაც ხონდება, იმიტომ რატო თქვენს? კი ვიღაც რატო? მათთვის ეს ბიჭი როგორც ხო, ეს იყო ეტალონი ცხონების და მაგალითის, იმიტომ რომ დიდარი, ლოცვა კურთხევა ღმერთის ამხელა მასზე. დელთავარი, სინადრიონის წევრი, ყველაფერი, თან ახალგაზრდა ნიჭიერი იყო ალბათ, იმიტომ რომ ახალგაზრდა მიაღწია ამდენ რამეს და ეს თუ ვერ ცხონდება, მაშინ ვიღაც ცხონდება. ჩვენ რა გვეშველება მაშინ? ესე გაიფიქრეს ალბათ, იმიტომ რომ ესე იყო არ იყვნენ დიდრები და ჩვენ რა გვეშველება, ეს თუ ვერ ცხონდება. და ქრისტეს წემს პასუხს აი ჭაბუკის კითხვაზე, რა ქნა, რა გავაკეთო რომ დავიმკვიდრო. ქრისტე უნება შეუძლებელი ღმერთისთვის, კაცისთვის, შეუძლებელი კაცისთვის, ღმერთისთვის შესაძლებელია. ცხონება მხოლოდ ღმერთისგან არის. ესმით? თქვენ არ შეგიძლიათ ეს. ღმერთისთვის არის შესაძლებელი თქვენი ცხონება, თუ ღმერთის ხმას და სიტყვას მოусმენთ. მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა მას. აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოყევით. და რა გვექნება ჩვენ? ანუ, ამან არ მიატოვა ყველაფერი, ხო? სიმდიდრე. ჩვენ კიდე აი ეს 2 კაპეკი რაც გაგვაჩნდა, ისიც კი მივატოვეთ. ამან სიმდიდრე გონდა ამხელა და ჩვენ ის რაღაც ძველი ნავები და ძველი ბადეები ისინიც კი მივატოვეთ და გამოყევით და ჩვენ რა გვექნება, ხო? ამისთვის. და ხოლო იესომ მიუგო მათ. ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ თქვენ რომელნიც გამომყევით მეორედ შობისას, როცა ძეკაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, ერთად დასხდებით 12 ტახტზე ისრაელის 12 ტომის განსჯად. და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს, თუ დედმამას, ან და თავის ადგილ-მამულს, ჩემი სახელის გულისთვის ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს. მაგრამ მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი და უკანასკნელი პირველი. იმ დღეს, როცა მე მოვალ მეორედ, ამბობს ქრისტე. მეორედ როცა გამოჩნდები, მრავალი ვინც დღეს პირველია, აი ამ ჭაბუკის მსგავსად იქნება ბოლო და მრავალი ბოლო ვინც გონია დღეს საზოგადოებაში, ის იქნება პირველი. და ამბობს რა არის ქრისტეს აღთქმა მათთვის, რომ როცა მეორედ შობა იქნებაო. მეორედ შობა ეს ცოტა გვაბნევს ჩვენ ეს სიტყვა პალინგენესიანი, პალინ ხო ბევრს ნიშნავს ბერძნულში და გენესია შობა, ხო? ანუ ყველაფრის განახლება, ყველაფრის ხელახლა შობა. როგორ მოხდება ეს? მაგრამ ნახეთ, როდესაც აპოკალიფსისში იოანე ღვთისმეტყველი აღწერს ბოლო სასჯელს, ხო? ხომესია რომ ქრისტე მოვა და მისის ტახტის წინაშე აღდგნენ ყველა მტრები, მისის ტახტის წინაშე დგანან და გადაიშალა სიცოცხლის წიგნები და ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, ყველა სატანასთან და ეშმაკთან ერთად წავიდა საუკუნო სატანჯველში, გიენაში, ხო? აი ამის შემდეგ ამბობს იოანე ხომ წინასწარი იხილა რა მოხდება მაშინ, ხო? ამის შემდეგ ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა. რადგანაც უწინდელი ცა და უწინდელი მიწა გადაეგო და ზღვა აღარ არის. და ვიხილე მე იოანემ წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ზეციდან ჩამომავალი, გამზადებული როგორც საზდო და სასიდოსთვის შემკული. და თქვა ტახტზე მჯდომარე. ტახტზე ზის იესო ქრისტე. უკვე როგორც მეორედ მოსული დიდებით მეფე. აჰა, ვიქმ ყოველსავე ახალს და მითხრამე დაწერე სიტყვანი სარწმუნონი არიან და ჭეშმარიტნი და ქმნი ყველაფერს ახალს. ცას, მიწას, დედამიწას, ყველაფერს ესე ჩვენ დღეს ვხედავთ და ნაკლულია, ხო? აი მაგალითად ხომ გითხოვს ხოლმე რომ აი გაშავდა ხეები, ფოთლები აღარ არის, იმიტომ რომ დანაკლისია ამ ბუნებაში, მარადიული არაფერი არ არის, ხო? ყველაფერი. ანუ მაგალითად თუ გონია რომ მაგალითად მზე გამოავი რა კაია მზე ანათებს, უნდა იცოდე რომ შეიძლება დაგწვას ისე რომ ძალიან დიდი ზიანი მოგაყენოს ამ მზემ, ხო? აი ხანდახან ვთქვამთ ხოლმე რომ ასაკში რომ შედის ადამიანი,
გრძნობს რომ ბუნება მტრულადაა მის მიმართ განწყობილი, ესე იგი უკვე ასე იგი მოგემატა, ხო? ლამაზია თან, მაგრამ თან გაზიანებს. ხო? ამდენ გვინახავს ყინულოვანი მთები, მაგრამ საშიშია ძალიან. და ღმერთი ამბობს რომ მე რომ გამოჩნდები მეორე. ყველაფერი იქნება ბედნიერების მომტანი. არაფერი აღარ იქნება მტრული თქვენთვის. არაფერი აღარ დაგაზიანებთ, გესმით? აღარ იქნება ღამე, აღარ იქნება საშიში ეს ყველაფერი. და აღარ იქნება ტირილი გლოვა ცრემლი და აი ამ დროს როცა ყველაფერი ახალია, ახალი ქმნილებაა ყველაფერი. ნახეო ამბობს რომ ამ ქალაქსო ქონდა ზღუდე დიდი და მაღალი 12 ბჭე და მათზე 12 ანგელოზი და ზე დაწერილი სახელები ისრაელის 12 ტომის და ზღუდეს ქალაქისას ან გალავანს ქალაქისას ქონდა 12 საფუძველი და მათზე კრავის ანუ იესო ქრისტეს 12 მოციქულის სახელია დაწერილი აი ამ საძირკველზე ახალი იერუსალიმი ახალი სამყაროს საძირკველზე იმიტომ რომ 12 მოციქულმა გაავრცელა მისი რწმენა ანუ ქრისტე რასაც პირდება რომ თქვენ ჩემთან ერთად იმეფებთ იმ ქალაქში იმ მომავალ სამყაროში თქვენ მოციქულები და არა მარტო თქვენ ყველა ვინც მიატოვა ამ ქვეყნიური ბედნიერება ჩემი სახარების გულისთვის ხო დედა მამა და-ძმა საცხოვარი ანა სახლი კარი ხო მიიღებს ასმაგად და საუკუნოს ცოცხლეს დაიმკვიდრებს. ახლა ნახეთ რა უფრო ღრმად რო ჩავიხედოთ. ხადა პეტრე წარმოიდგინე. პეტრე მხოლოდ ეს რომ აი ჩვენ ყველაფერი მივატოვებ და ჩვენ რა გვექნებაო. წარმოიდგინეთ ახლა პეტრეს ყავდა ცოლით, სავარაუდოდ შვილებიც, ოჯახი. არ არის მათთან. წავიდა და დაძდებს თავის უფალს, ეხმარება, ავრცელებს სახარებას. მე როცა ქრისტე ამაღლდება ზეცად სად ქრისტე? ისა პეტრე რომში მიდის იქ ხო იქ ხადაგებს ანუ ფაქტობრივად ტოვებს თავის ოჯახს და ალბათ ტკივნეულია ეს მისთვის ხო ადამიანია და ტკივნეულია იმიტომ რომ შვილებთან ვერ არის ოჯახთან ვერ არის არ შეუძლია მათთან ყოფნა და ამდენად სულ საკითხს და ჩვენ რა არის ჩვენ ნუგეშე ჩვენ რა გვექნება აი ამ ყველაფრის გულისთვის არა მარტო ოჯახის მიტოვება პეტრე ჯვარსაც ეს ხო თითქმის ყველა მოციქული სიკვდილით დასაჯეს იოანე დარჩა გარდაიცვალა თავისი ყველა მოციქული სიკვდილით დასაჯეს იმ სამყაროში, ხო? ეგრე პირდება მათ რომ თქვენი საზღაური იქნება ასმაგი და მარადიული სიცოცხლე და მრავალი ბოლო ვინც არის დღეს იქნება იმ ქვეყანას იმ სამყაროში პირველი